მოგესალმებით. თქვენ უყურებთ 42-ვე ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა და ისე გამოვიდა, რომ დღეს ყველანი ვართ და თან ზედიზედ მესამე გადაცემაში ყავს სტუმარი. ირაკლი იმედაძეა ჩვენთან ერთად სეტანტა სპორტსის კიდევ ერთი კომენტატორი, რიგით მესამე, ვითვლით გადაცემის დაწყებამდე და პირველ რიგში მივესალმებით სტუმარს. ირაკლი, მადლობა. მადლობა თქვენმა ზომისთვის. დიდი ხანია გეგმავთ ჩვენსთან სტუმრობას. მოდი დავიწყოთ ბოდიში. ნაკრებზე ვერ მოვედი, ერთ-ერთ შემთხვევაში. მაგრამ აქ ვარ და მადლობა მოწვევისთვის კიდევ. გაიხარ. ბიჭებს მივესალმები, მოვიკითხავ. როგორ ახართ? გადასარევად. გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებით კარგად ვარ. მე მგონი კიუსგან რაღაც დადგება და იბერიის ჩემპიონობა გაგიხარდა. იბერიის ჩემპიონობა მე ხო არა. საქართველოში სხვა გუნდს გოლ შემატკივრობ, იმიტომ რომ იმათთან ვმუშაობ. ზუსტად მაგ თემებს შევეხებით დღეს. ჯერ ეგ გუნდი აღარ არის უმაღლესი და მაგრამ რა, ხო შეიძლება შევიდე გავარდეს. გავარდნილია უკვე. ხო და შევეხებით, ხო არ არის პრობლემა. ლოკომოტივი. მოკლედ, იმის თქმა სურს, რომ საქართველოს ჩემპიონატზე ვაპირებთ საუბარს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც პრინციპში ვაკეთებთ პოდკასტებს, კომენტარებში ხშირად იწერება, რომ საქართველოს ჩემპიონატს შეეხეთ, საქართველოს ჩემპიონატზე ისაუბრეთ და გამომდინარე იქიდან, რომ წინა სეზონი მიმდინარე იყო, როდესაც ჩვენ ესე ჩავერთეთ YouTube ცხოვრებაში, აყოლილ რითმს ვერ ავყევით შესაბამისად, თუმცა ეხლა როდესაც დასრულა ჩემპიონატი, რაღაც თემებზე ვაპირებთ საუბარს და პირობას ვდებთ, რომ მომავალი სეზონიდან უფრო ახლოს ვიქნებით ჩემპიონატთან და როგორც მინიმუმ რაღაც სიახლეებს მაინც განვიხილავთ, იმიტომ რომ ბევრი რამ ხდება, კარგიც და ცუდიც და უფრო ცუდი სამწუხაროდ, უფრო მეტი ცუდი და აი ამ თემებზე ვაპირებთ საუბარს. მანამდე კი მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, მოგცეთ мотиваცია იმისა, რომ ქართულ ფეხბურთზე ვისაუბრეთ მეტი, დააჭიროთ გამოწერის ღილაკს, ძალიან მარტივი პროცესია და ყველა ეს YouTube ვალდებულება, რომელსაც ვთხოვთ ხოლმე ჩვენს მაყურებელს, გვინდა რომ აქვე მოითაოთ, გადაცემის მიმდინარეობისას შეგახსენებთ, მაგრამ თავიდანვე ეს რო შეგვისწროთ ეს პატარა თხოვნა და დავიწყოთ პრინციპში. გუშინ ერთი წამ სანამ დავიწყოთ ერთი ამბავი მეც მაქვს სათქმელი. კი ბატონო. შენ გამოგრჩა მადლობა სახელოსნოსო და მადლობა ლუისო. მართალი ხარ. აი გამოგრჩა და ლუისგან გვაქვს საჩუქარი. ოკეი. რომელიც შემდეგ გადაცემაში იქნება. არა შეუპირდი რომ დღესაც ვიტყვით გო board game-ი მოდის რა შემდეგ გადაცემაში. Maketo Games არის ესეთ საიტი, რომელიც ჩაეშვება სუსტად შემდეგ გადაცემისთვის. გამოგვიგზავნია ერთ board games, რომელსაც აპიარებს სხვათა შორის და რეკლამას უკეთებს ის ფეხბურთელი როა არგენტინელი ათნომია მესი. ეს მაურინიოს ალეგო მესი უკეთებს სხვათა შორის და აი მესი რა board games-ს უკეთებს რეკლამას აგერ აქ დავდებთ და თუ ვითამაშებთ მოვიწვიოთ და ერთი გადაცემა მაგის თამაში გადავიდეთ. კი ბატონო, ვითამაშოთ. ლინკებს თუ ჩამიგდება აღწერაში დახვდება მაყურებელს და აი ერთ შემდეგ გადაცემაში დავასვათ, ეხლა დავაანონსო. ოკეი, მშვენიერი. ეს სტუმარკაც ამოვაღებინოთ, ხმა ეხლა საერთოდ გავჩუმდებით მედარეზი. ცოტა უცნაური გადაცემა გვიწევს, იმიტომ რომ აქ ხო რაღაც ექსპერტები შევიყარეთ და ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატის ბაიბულში არ ვართ მედარეზი. ამორმა იცის. და ჩვენ ეგ ძალიან სუდია ირაკლი საქართველოს ჩემპიონატზე. სუდია, მაგრამ სერია 100 ვამჯობინებ ხოლმე დიდი ბოდიში. რო დაბრუნდება ლოკომოტივი უმაღლესში, მე უფრო ხშირად ვივლი ხოლმე თამაშებზე. პირობას არ დავთ. უკეთესი გამართლება მაქვს, რომ ეს time slot-ები ემთხოვა. ხო, კი. 3:45-ზე აქეთ ინტერეს თამაშია ხოლმე და აქეთ გარეჯი რაღაცა არჩევანი. იბერიას მიულოცოთ ჩემპიონობა. ეს დარწმუნებული ვარ, იცი როგორც მინიმუმ. და კიდე ბარე მოვითავებ რა რაც ვიცი. და მეორე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა იბერიას მწვრთნელი 28 წლის ასაკში მოიგო უმაღლეს ჩემპიონატი, რაც ძალიან კარგია. ზედიზედ მეორე და ისტორიაში მესამე იბერია გახდა მოკლედ საქართველოს ჩემპიონი. სხვა შორის ბოლო ტური გამოვიდა ინტრიგნული. იბერია ეთამაშებოდა, სახში თამაშობდა იბერია, მოგება აწყობდა თანაბარ ქულებზეც ჩემპიონი ხდებოდა და იქეთ გორისდილა თამაშობდა დინამო თბილისთან. მან ერთი საინტერესო დეტალი მე რაც City Liverpool-ით დაიდო. ხო. მე რაც საინტერესო დეტალი გამოვიჭირე, მან და პრინციპში წავიკითხე უბრალოდ. ესე იგი, თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებოდა იბერიას, თუ ორივე მოიგებდა გუშინ, რაც საბოლოო ჯამში არ მოხდა, მაგრამ ესე იგი 4 წლის განმავლობაში იბერიამ გორისდილას მოგო 4-ვე თამაში. ანუ წარმოიდგინე, იმას +12, ამას -12 და გორისდილა მაინც იმდენი მოახერხა, რომ საჩემპიონო ბოლაში აყვა ამ იბერიას და საბოლოო ჯამში
სამწუხაროდ მათ და სამწუხაროდ ახლა წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ალბათ ეს რაღაცა მცირე პოზიტივი არის იმისა, რომ ბოლო ტურამდე ჩემპიონი იყო ინტრიგის ქვეშ. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. გიყურებთ ხოლმე გულშემატკივრობთ. არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ბოლო ტურში გადაწყდა ჩემპიონის ბედი და ეს რა თქმა უნდა ყოველთვის დამატებით ინტრიგას ძენს ხოლმე. შეიძლება ყოველდღიურად და ყოველ ტურს არ უყურებდე, მაგრამ აი კიტეიშვილი კვასხვაძის პენალტი ხო გახსოვს? კი. კი, მახსოვს. თქვენ უკეთ იცნობთ და ტყუილა და ძდილობის გამო დამეთანხმდა. არა, მახსოვს. კი, ეგ მახსოვს. კარგი, ზესტაფონის და რუსთავის შემთხვევაც გემახსოვრებათ, ხო? ერთმა მე ეგ მახსოვს. რეგლამენტში ჯერ ერთმა იზეიმა, მე რეგლამენტით გაირკვა, რომ მეორე მოიგო სინამდვილეში ტემიები იყო დარიგებული, მოკლედ. რა სიძახი. კი. ეგ არ ვიცოდი. რაგი კომიკური ამბავი უფრო იყო. დამაინტრიგებელი რომ იყო ბოლო ტური, ეგ ცხადია პულსია, მაგრამ ერთია რომ აი რაღაც ერთ დღეს ჩემპიონი ხდება გუნდი ზეიმობს, მაგრამ ცხადია მთავარი საფიქრალი ყოველთვის არის ხოლმე იქ, ხო, რა ხდება ზაფხულში, თასებზე, სამწუხაროდ აი ეს გადაულახავ ბარიერად იქცა ეს ყველაფერი. ალბათ არ ვიქნებით მართლები დამთავრებული ჩემპიონატის მეორე დღესვე რაღაც მომენტალურად რაღაც დამამძიმებელ ჭრილში ვისაუბროთ, მაგრამ ალბათ სადღაც მოგვიწევს, იმიტომ რომ პრობლემა არის ბევრი, არის სისტემური და რაღაც იქით გადაცემაში უნდა ითამაშოთ, ხო, ბორდ გეიმი და მე ჩვენ აქ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე უნდა მე არ მინდა თამაში. მოდი. აი. თავარი შეკითხვა მე რაც მაქვს. ის რომ გუნდი იგებს ჩემპიონატს, რომელიღაც გუნდი იგებს ჩემპიონატს, რომელიღაც გუნდი გადის კონფერენს ლიგაზე, ვიღაცა ვარდება, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ჩემი ფოთის კოლხეთი დაზიანდა ყველაზე მეტად და გავარდა, არ ველოდი სიმართლე გითხრა, ისეთი მოვლენები განვითარდა ფოთში. გულისხმობ მამუკა ჯუღელის რაღაცა ინვესტიციას, ფეხბურთელებით რაღაც დონეზე გუნდი შეივსო, გადმოვედით უმაღლესში. სამწუხაროდ ისე წავიდა ყველაფერი, რომ კოლხეთი ისევ დარჩა უმაღლეს ლიგის მიღმა. თუმცა, თავარი არის ზოგადად ფეხბურთი არის გულშემატკივრებისთვის. შესაბამისად, თუ ეს გუნდი იგებს ჩემპიონატს, მთავარი არის გულშემატკივრებთან რამდენად ახლოს ხდება ეს ყველაფერი და რამდენი ადამიანია დაინტერესებული იმით, რომ იბერიამ მოიგო თუ გორის დილა მოიგო, რაც ასევე უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ინტერესი მაღალი არ არის. პირველი პრობლემა, რაც მინდა დავაყენო და ამაში დარწმუნებული ვარ თქვენს შეერთებით, იმიტომ რომ არ არის ტაქტიკური იმას, რომ არ უყურებ რომელიმე კლუბის, ეგ ერთი საკითხია, მაგრამ როგორ დავაინტერესოთ გულშემატკივარი ფეხბურთით, ეს მეორე საკითხია. თავარი არის ის, რომ თავარი გულისტკივრი, ჩემი როგორც გულშემატკივრის არის ის, რომ გულშემატკივრის ნაკლებობა არის თავარი ტკივილი რა რეალურად. რატო არავის არ აინტერესებს რა ხდება საქართველოს ჩემპიონატში. თუნდაც იმ ადამიანებს, ვისაც მაგალითად საფეხბურთო პოდკასტი აქვს, ხო? აი ამ პრობლემაზე მინდა ვიკითხო და თქვენ აზრს მოვისმენ სიამოვნებით. რა შეიძლება გაკეთდეს იმაზე მეტი, რაც ეხლა კეთდება და რაც ეხლა კეთდება ფაქტია რომ საკმარისი არ არის. საკმარისი კი არა, რავი. თითქმის ალბათ არაფერი არ კეთდება, ან შეიძლება რაღაც კეთდება და არასწორად კეთდება, ხო? გადმოგცემ სიტყვას მოკლედ რო ვთქვათ. კითხვის შეიძლება რაღაც ფორმით ჩავერთები. ძალიან სწორი ის იყო. საფეხბურთო პოდკასტი რო გაქვს მაგ დროს ინტერესი როცა შედარებით ნაკლებია, ის ზუსტად საინტერესო კითხვა, ალბათ ბიჭებმა დაიწყონ მაგის გამო პასუხი და ბოლოს ჩავერთო ჯობია. თუ სხვანაირად ფიქრობთ, დავიწყებ და სანამ დაიწყებ, ცოტა პეტლიჩ გამოიწია ირაკლი, რომ ხმარ დავკარგოთ შენ. ბატონო, აგერ ბატონო. გისმენთ ბატონო ირაკლი. მე მგონი სანდრო ცნობილაძე ყავდა, ხო? როცა ევროტურნირებზე საუბრობდით, ხო? ხო, აი მაგ გადაცემაში. სანდრო ყავდა კი. ან ნიკუშასთან თქვი, ჭანტურიასთან არ მახსოვს, რომ მე მაგ აი ესეთი აზრი რომ ვართ ჩაკეტილ წრეში. რა ხდება? ნახე. არ დადის მაყურებელი თამაშს. რატომ? იმიტომ რომ იქ არ ხვდება ხარისხი. რატო არ ხვდება ხარისხი? იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ფეხბურთში რომ ხარისხი დადო, გჭირდება ფინანსები. ხარისხი არ არის იმიტომ რომ არ გვაქვს ფინანსები. რატო არ გვაქვს ფინანსები? იმიტომ რომ ეს არ არის გაჰაიპებული და ხალხი არ დადის თამაშებზე, რომ ინტერესი გაჩნდეს და შესაბამისად სპონსორებს არ ადარდებს. და აქედან უკვე იწყება წრეზე სიარული, რატო არ დადის ხალხი? იმიტომ რომ ხარისხი არ არის. რატო არ არის ხარისხი? იმიტომ რომ ფული არ არის. რატო არ არის ფული? იმიტომ რომ ხალხი არ არის და ეს დავდივართ და
სადღაც ვიღაცამ უნდა დათმოს ეს. აკაც ცოდნე. სადღაც ვიღაცამ უნდა დათმოს. იაგო ხუჩია ყავდა ჩვენ და მას აქვს ეს იდეა და ავითარებს მომდევნო კავკასიური, სამხრეთ კავკასიური ლიგის, რომ ანუ მისი გადმოსახედიდან საქართველოს ძალიან პატარა, იმისთვის რომ კონდეს კარგი ჩემპიონატი. ისეთი ჩემპიონატი, რომელიც ხალხს დააინტერესებს იმ ფონზე, როცა დღეს ფეხბურთი არის მასობრივად ხელმის საწვდომი და არ ვიცი, შაბათ-კვირას ჩართავ ტელევიზორს და რავი, ყველაფერს უყურებ, რაც გინდა. უფრო მაღალი ხარისხის. და მუღამი რო კონდეს, თან ამას რაღაც ესეთი რეგიონალური დაპირისპირების და ამას ურთავს თან და მთელი ეს რაღაც წყობრი იდეა აქვს აწყობილი იმაზე, რომ ეს იქნება უფრო დიდი ჩემპიონატი, უფრო მეტ რაღაც ინტერესს გააჩენს მაყურებელში, რა თქვა, რაღაც სამფურგუნს ეთამაშება ქართული აზერბაიჯანულს და თქვა, ინტერესი იქნება იმით, რომ არ დააჩაგვრინა თავი, თქვა, მეზობელს და ასე შემდეგ და ეს რაღაც დონესაც შესაბამისად გაზრდის, იმ კუთხით, რომ ხუჩა კვარაცხელი და მამარდა და ისინი არ ჩამოვლენ ალბათ აქ სათამაშოდ, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს, ალბათ ითამაშებს აქ. და რაღაც ერთი მხრივ ინტერესი იქნება მაყურებელში უფრო მეტი ამ კუთხით და ვიდრე მართლა, ანუ არის ხოლმე რომ რაღაც დიდი ბენდი არ დაინტერესდება საქართველოში დიდი კონცერტით, იმიტომ რომ დისკს ვერ გაყიდის. არა, იმდენად მცირე მოსახლეობაა, ხო? თურქეთში ჩავაგე გვერდით, ბევრად მეტი ადამიანი და ეგეთი რაღაცა ის არის რა, ანუ მოსახლეობის ეკონომიკის სიდიდეს რაღაცას აქვს მნიშვნელობა. პრემიერ ლიგა მარტო იმიტომ არ გაიქაჩა, რომ კარგი სატელევიზიო კონტრაქტები ჰქონდა, ინგლისი უფრო მდიდარი ეკონომიკა იყო, ვიდრე თქვათ, რაღაც იტალია, ესპანეთი და ასე შემდეგ, ხო? და მანაც და პლუს ინგლისური ენა როგორც ხელმისაწვდომი, ბევრი ფაქტორი უწყობდა იმას ხელს. ჩვენ ესეთი არაფერი არ გვაქვს. რეგიონულ დონეზეც არ გვაქვს და ხო არ ჯობს რომ რაღაც საერთოდ უფრო რადიკალურ იდეებზე ვიფიქროთ. შეიძლება არ მომხდარ სამხრეთ კავკასიური ლიგას, ხო რაღაც შეიძლება სხვა იყოს ესეთი. მესმის მოდელი საინტერესოა, არსებობდა იდეა და როგორ გეცოდინებათ, მათ შორის ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილო-დასავლეთ ევროპაშიც, იქ ბენელუქსის ქვეყნების ინტეგრაცია იყო ერთმანეთთან, პოტენციურად სკანდინავიელებს ჰქონდათ ეგეთი იდეა, ოღონდ მან უბრალოდ იდეის დონეზე იყო და შედარებით სერიოზულად სადაც მიდიოდა ლაპარაკი, ოღონდ მანდაც უბრალოდ პრესის ფურცლებს არ გასცდენია Celtic Rangers-ის გადაბარგება პრემიერ ლიგაში. ხო, იდეა გასაგებია, რითია ნაკარნახები და ნასაზრდოები, რომ ამის გამოცდილება გქონდა, რატო დადიოდა დინამოს თამაშებზე ბევრი ადამიანი, მაშინ როცა იმ გამომპალი და დამპალი იმპერიის ნაწილი იყო, ხო, საქართველოს, საბჭოთა СССР-ის ნაწილი როცა იყო საქართველოს. ხო, იმ დროს ერთი მეორის პირისპირ, ხო, ანუ იქ არ იყო რაღაც გურია versus სამეგრელო კი არ იყო ამდინ. ხო, ანუ ქვეყანა და ქვეყანა რესპუბლიკის წინა. გასაგებია. უბრალოდ მან რამდენად მზად ხარ შენ მანდაც ხო ჭირდება სტიმულაცია ამ ჩამორჩები რეალურად პირობითად აიღეს სამი გუნდი უხეში დათვლით მაგ მოდელს პირველი რაც თავში მოგივა სამი აზერბაიჯანული გუნდი აიღეს სამი სომხური გუნდი აიღე სამი ქართული გუნდი აიღე ერთი პლეი-ოფის სისტემით დაუმატე რაღაც და 10 გუნდიანი შეკარი პირობითად ვიძახი ან შეკარი 4-4 და 12 კონკურენტუნარიანობა საკმაოდ დაბალია ჩვენთან, იმიტომ რომ საკლუბო არა მარტო სომხურ გუნდებთანაც. ოღონდ აი იბერი საბურთალოს და იმ არარატის ამბებს არ ვიხსენებ, რომ იქ რომ მოვიგეთ და აქ რომ მოვიდავაგეთ. ეხლაც კი გაგასწრეს, იმიტომ რომ იმათ ყარაბაღის მოდელზე და მაგალითზე მეტი სტიმულაცია გააკეთა. ამიტომაც სადღაც ალბათ უფრო იდეალურ სამყაროში მოხდება ეგ და მაგას თლიანად საკლუბო დონეზე რომ კონდეს სტიმულირებული ფეხბურთი ჯობია ჯერ შიგნით მიხედო და შიდა კონკურენცია გაზარდო და სადღაც ოდესღაც თუ ეგ მოხდება ალბათ იაგო ხვიჩი ამას ხედავს ხსნად რომ უეშველოს ფეხბურთს და მეტი ინტერესი ჩაიდოს ხალხის მეტი ინტერესი რომ გამოჩნდეს მე მგონი ეგ არის ინვესტორებისაც ალბათ. იცი რა ჩვენ ხო არის აი ფონდის იმაზე მეტი სულ საუბარი რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი და რაღაც მეხუთე ლიგაში გუნდი იყოს 50000 თუ რაღაცა მასე მეუბნებოდა. ნუ რაღაც სქემები არის რომ მეოთხე ლიგაშიც კი საქართველოს მასშტაბით ნორმალურ ნუ იმ ხელას იღებ ალბათ რომ რეგიონში თავი შეინახო. ან ნახე რაღაც სტიმული რომ განავითარო გუნდი რაღაც მესმის რომ ახლა რაღაც საკუთარ ფეხშიც როლა არავის არ უნდა და ყველას უნდა რომ გავიდეს ევროთასებზე წინ და ამაში ბონუსები აიღოს მაგრამ ეს მოითხოვს უფრო მეტ რაღაც თავდადებას შრომას მეტ რაღაც ინიციატიურობას და ამას ხო არ აფერხებს უკვე ეს ფონდი რომელიც რაღაც უკვე აი რომელიც თითქოს ინახავს ჩემპიონატს
მაგრამ ინახავს და მორჩა. იმის იქით ვეღარ მივდივარ. წინ ვერ მივყავართ რა. ნახე ეს ფონდი რაც ინახავს, ანუ იმას გულისხმობ, რომ ის რომ არ იყოს, ალბათ ბევრი გუნდი გაქრება. გასაგებია. რეალურად ნახე ფინანსებიც იცი როგორ არის რომ ეს ფონდიც და სპონსორებისგან არის რომ იბერიაში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ უმეტეს გუნდებში რაც ჩემ თავზეც გამოცდილი მაქვს აი ფინანსები არის ისე რომ აი შემდეგ სეზონამდე всё გავძველით მივატანეთ და შემდეგ სეზონზე ისევ წრეზე რომ აი ერთი სეზონი რაღაცნაირად გავკაჩოთ რა როგორ იღებდნენ კლუბები შეიძლება ეხლაც ეგრეა მაგრამ დანამდვილებით ვიცი რამდენიმე 2-3 წლის წინ იყო როგორ იღებდა ბანკისგან კლუბი ფულს ამ ფონდისგან იღებდა წერილს რომ დანამდვილებით მიიღებდა რაღაც თანხას ამ თავდებში და მიდიოდა და ამის ხარჯზე იღებდა ეს არც ძალიან რო რაღაც ისე და გამომდის რაღაცას პროფესორებს რაღაც შიგნიდან კიდე უფრო სხვანაირად ჩანს ვიდრე გარედან ხომ გარედან ბევრი პრობლემა ჩანს ხო და ეს ადამიანი ვერ კარგი რაღაცა თქვა ადამიანები შიგნიდან ვინც არიან ახლა უმეტესობა არის საფეხბურთო ენთუზიასტი ხო ძალიან უყვარს თავისი საქმე და არ ვიცი გვერდიდან რაც ჩანს არ გავს ეს საქმე საქართველოში მომგებია არ გავს არც ხო ანუ თუ რაღაცა მაგრამ არის დადებითი შემთხვევები მაგალითად გორის დილა მწუხელში აიღო ფული და გიორგი ჯოხაძე და არა მარტო ის კარგი მენეჯმენტის შედეგია ხო გორის დილა ერთ-ერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს სკაუტინგზე ოღონდ ეს კიდე ცალკე თემა რო არ გადავხდარ მოხდა ფონდი მართალი ხარ ინახავს იმ დონეზე რომ ეს იყოს იარსებოს და რა არცეობს წესი რომ მაგალითად მუნიციპალიტეტისგან თუ მუნიციპალიტეტის ფული ხელფასებს ვერ დაარიგებ. ხო როგორ არის რა ზედა ჭერი აქვს ჩამკეტი რაღაც ფულს მიიტან იმის პროპორციულს გიხდის ფონდიც ხო? რამდენად გამჭვირვალეა, რამდენად გაუმჭვირვალეა ეს ყველაფერი გვერდიდან ასე საუკეთესოდ არ ჩანს ხო? რეალურად მოკლედ ეს თემა რო შევაჯამოთ და ეს ნაწილი ორი გზა არის. ეს ფონდი რო არ იყოს, მართლა ძალიან დიდი პრობლემა იქნება და კითხვის ნიშანი დაისმება, თუ კი ფედერაცია არ არის პასუხისმგებელი ჩატარდეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, შეიძლება და თავისუფალ ცურვაში გაუშვა, შეიძლება მართლა არ შეიკრას ათი. თეორიაში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მარჩელობას გავს, მაგრამ ლოგიკა ამას არ ნახობს. და მაგრამ მეორე მხრივ ეს ფონდი რომ არის და ამის ზედაჭერია ხშირად არის ხოლმე 9 მილიარდი ლარი რაღაც საერთო რიცხვი რო იკვრება ხოლმე ხო რეალურად ალბათ ასე ჯობს რა თუ აფინანსებ მაგრად დააფინანსე არ ვიტყვი ერთ-ერთ პოლიტიკოს ქონდა ასეთი იდეა რომ წლიური 50 მილიონი კი არა როცა კეთდებოდა ეს რომელიც თავად ვეტერანი ფეხბურთელი იყო წლიური 300 მილიონია საკმარის და ამის თავისი კალკულაციები ჰქონდა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი იყო ანუ ან ჯობს საერთოდ ჩახვიდებს კერზე, რომ სტიმულაცია იყოს ეს ფკერი და ფეხი დაარტყა და მე რაღაცა იქნება, ხო? ვიღაცას მარტო ვისაც უყავს ჩადებს და გამო. მეორე ვარ ეგ არის, ოღონდ ეგ არ აწყობს არავის. ხო? ვისა, ხო? იმიტომ რომ სფეროაშრია ამას ამ ხალხის უკან ოჯახებია და ასე შემდეგ. ამიტომაც არის ეს შუალედური ისევ და ისევ შევინარჩუნოთ, გადავაგოროთ და ამ გადავაგოროთში და შევინარჩუნოთში განვითარება თითქმის წარმოუდგენელია. კიდე ერთი აი ვერსია რაც მეგობრებთან რომ მიმსჯელია და გვისაუბრია ალბათ უფრო პოლიტიკოსი როცა ყავდა მაშინ უნდა მეკითხა მაგრამ ესეთი იდეა რომ ნახე სწორად როგორ უნდა უხსნა ეგეც 13+1 ძახი აი DGG-დ ფეხბურთში ჩადებული რა თანხასაც ჩავდებ ფეხბურთში ფულს რაღაც კომპანია ვარ უშვებ იმას რა შეღავათიანი გადასახადს გულისხმობ შეღავათიან გასახადს DGG-დ რო ჩამეთვალოს რა სტიმული ძალიან სწორი საგადასახადო სტიმული დედას ვიცავარ მეც გავხდები რამე გუნდის სპონსორი და ფასმაზე დააწერო ბიზნეს მიცე შესაძლებლობა იმისა რომ რაღაც გადასახადიდან გათავისუფლდეს ოღონდ ქართულ ფეხბურთში ჩადოს ფული ამას გულისხმობ მაგრამ ეხა ნახე მე რა მაქვს კონტრარგუმენტად კი არა მე ამას წინათ როდესაც ამ გადაცემისთვისაც მემზადებოდ და ნუ როდესაც ხა რაღაც თამაშს მოკრავ თვალს სოციმედიაში რაღაც ფოტოს მოკრავ ზოგადად ჩემი აზრით ქართულ ფეხბურთში ვერ იტყვი ისე რომ ბიზნესები საერთოდ არ შედიან რა კლუბებს ყავთ სპონსორები
იგივე საფთიაქო ქსელი მაგალითად ავერსი იყო რომელიღაცა კლუბის სპონსორი, სეტანტასაც ჰქონდა კონკრეტული ინტერესი საქართველოს ჩემპიონატის მიმართ, როგორც გამიგია. ანუ რაღაც ფული საქართველოს ჩემპიონატში ცირკულირებს და ტრიალებს. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ იქ პრობლემას ვაწყდებით ამ ფულის სწორად გამოყენებაზე და შეიძლება კითხვის ნიშნები ჩნდებოდეს იმ ადამიანებთან, ვინც კონკრეტულად ამ ფულის განკარგვაზეა პასუხისმგებელი. ანუ პროფესიონალი კადრების პრობლემაც ხო არ არის ერთ-ერთი პრობლემა, რაც ზოგადად ჩემპიონატს ჭირს. ეგრე მათ შორის ერთ-ერთია, ოღონდ კიდე ცოტა სხვაგანაც ვიტავიდეთ, ეგრე მენეჯერების პრობლემა, აგენტების პრობლემა ამ ქვეყანაში. ხო, და რომელიც ეხლაღა იყიდებს ფეხს, იმიტომ წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია ასეთი კარგი ევროპის ჩემპიონატის მერე, როგორც ჰქონდა იმ ძირითადი ფეხბურთელებმა თუ ახლოს როტაციისამ, რთულად რო იპოვეს გუნდი. სპეციალზე იყო, ყველა ახტოვანებული იყო და ნახეთ ტრანსფერი და ესე, ზურიკო, ასე შემდეგ. როგორც ეგრე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირობითად არის სადღაც შეიძლება იყოს მართვის პრობლემა მენეჯმენტის, კი ბატონო. ისევე აქეთ და ისევ მივდივართ რეალურად რითიც დავიწყეთ მაყურებელიც რო დავაბნიოთ. ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, რეალურად. ღარიბი ქვეყანა ვართ საკმაოდ და მაგიტოა რომ გჭირდება რომ თავი და 90-იანებს გამოვლილი, მე 2000-იანებს გამოვლილი, შენ თუ გინდა რომ რაღაცებმა ამ ქვეყანაში სისტემურად იმუშაოს, მარტო სწორი მიმართულებით, ანუ მიზერულამდე უნდა ჰქონდეს შეცდომები დაყვანილი, შეცდომის რაოდენობა. ამიტომაც არის საჭირო ყველა კლუბს ერთიანი სისტემის განვითარება, ხო ვერ ექნება ეს კერძო კლუბია და ზოგი ხედავს რომ მე უნდა განვითარ, ჩემი მისია და მიზანი არის რომ აქ მივიდე და მე ამას ხედავ რომ ესე მივალ და ვიღაცა ხედავს რომ მე აქ მივალ და მარტო ფულზეც არ არის მართალი მესამე ლიგიდან მაგალითად ახლა ბიუჯეტს არ ვიტყვი, მაგრამ აი გორის გორი. ძალიან ყველაზე მცირე მომცრო ბიუჯეტით ამოვიდა, სახელმწიფო ბიუჯეტით, რატო? სწორად გადაათამაშდა რაღაც თანხა, რაღაცაზე, რაღაც ისევ და ისევ სტიმულაცია. ხო, სპაიერიც ხო მაგის მაგალითად ითვლება, რომელიც გადათამაშებას თამაშობს, ეხლა რომ ამოვიდეს უმაღლესში. მეორე ადგილზე. მეორეზე გავიდა. ლაგოდეხს გარეჯზე თამაშება, რომ ამოვიდეს უმაღლესში. ხო, გარეჯი მეცხრე და თელავმერო. სპაიერის მენეჯმენტში არ ვიცი. უბრალოდ რა მაგალითით ვიცოდი? პასუხი ბოდიში სპაიერზე თქვი და პასუხი არის შემდეგი, რომ კი, მათ შორის მენეჯმენტის პრობლემა შეიძლება იყოს, მაგრამ მაგალითად საფთიაქო ქსელი რაც ახლა საბურთალოზე მაგალითად შიოზე, სადაც მე ფეხბურთს თამაშობდი, იქ გაკეთდა მე პენდელა, სულ თავიდანვე იყო საბურთალოს სანამ იბერია გახდებოდა სპონსორი. სპონსორობისთვის ხო არ გჭირდება სოლიდური თანხის ამბავი, სოლიდურ თანხაზე არის საუბარი და კონტრარგუმენტად რაც მოგიყვანს ბათუმში, სადაც მშენებლობის და არა მარტო მშენებლობის ბუმია. აი ეს რაც კი რაღამ გაკოტრდა გიორგი ჭიაბრიშვილის და მთელი ვინც იქ მუშაობს, ყველას ენთუზიაზმზე და პროფესიონალიზმზე, ფეხბურთის სიყვარულზე და ადამიანობაზე დგას ეს გუნდი და იმ ბიჭების ვინც იქ თამაშობს. ხო? და საუბრობთ გუნდზე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ სტადიონი აუშენეს. ძალიან ახლოს იყვნენ კონფერენს ლიგაზე, კი არა და თუ ევროპის ლიგა იყოს, რომ შესვლა ზურიკო რო ყავდათ. რეალურად ის ვაისის გუნდთან რო გამოვარდნენ და ამ სეზონში ხდება ის, რომ ეკონომიკური კრიზისი გუნდში, ლამის დისკვალიფიკაცია მისცენოდა, მოკლედ რთული სიტუაცია. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა შევიღო, ირაკლიმ რაც ახსენა. გუნდი ფაქტობრივად სეზონს აგორებს, თუ ვიქნები მომავალ სეზონში, ანუ თუ მექნება შესაძლებლობა იმისა, რომ ფული გადავიხადო, ეგეც საკითხავია. ნახე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხარისხზე, ხარისხი იდება ზოგადად მოტივირებული ადამიანის მიერ, ნებისმიერ საქმეში. ეს იქნება ფეხბურთი, კალათბურთი, YouTube თუ, რა ვიცი, ნებისმიერი საქმე მოტივირებული ადამიანი გაცილებით უკეთ აკეთებს საქმეს, ვიდრე არა. ეს არა მხოლოდ კლუბი ფიქრობს იქა იმაზე, რომ მომავალ წელს მე ვიქნები თუ არა. ფეხბურთელიც ფიქრობს, ანუ ფეხბურთელისთვის არ არის დამატებითი მოტივაცია ის, რომ მაგალითად დღეს უკეთ ვითამაშო მე, იმიტომ რომ უეჭველი ვიცი რომ თუ მომავალ წელს ამ გუნდში ანუ თუ მომავალ წელს რაღაცა შედეგს დავდებთ, მე უეჭველი ამ გუნდში ვიქნები, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში საქართველოში ცირკულირებს ერთწლიანი კონტრაქტები, ფეხბურთელები, გაყიდვაზე ხო საუბარი ზედმეტია, შიდა იმას გულისხმობ,
ფეხბურთელს ხედავ დღეს აქ თამაშობს და შეიძლება 6 თვეში ნახო რა თავისუფალ აგენტად წავიდა სხვა გუნდში იგივე კალიბრის გუნდში. ანუ ფეხბურთელების мотиваციაზეც გარდა იმისა, რომ ხელფასები ხა სასწაული არ იქნება ბუნებრივია საქართველოში, ეგეც ის არის, რომ თუ მე ჩემს კლუბთან ერთად დღეს მივახცევ წარმატებას და მაგალითად გავალ მე-4 ადგილზე და იმ დაფინანსებიდან ავიღებ მეტ ფულს, არ ნიშნავს, ანუ არ აქვს ფეხბურთელს გარანტია იმისა, რომ იმ ბონუსს მეც აიღებს, იმიტომ რომ შეიძლება სეზონის ბოლოს კლუბმა უთხრას, რომ აბა კარგად ზანდებოდე და ერთი 17 კაცი წავა გუნდიდან და მეორე 17 კაცი მოძ, ანუ ყოველ სეზონში კლუბი იწყებს ახლიდან შენებას და ეს სეზონში კი არა, სეზონის შუაშიც ხდება. როდესაც ზაფხულის შესვენებები გვაქვს და იქ იმაზე ევროტურნირებზე გადიან გუნდები. რა, მე ეს ყველაზე ახლოს ვარ კოლხეთის მაგალითთან, იმიტომ რომ შეიძლება დაგვარად ვადევნებ თვალს. კოლხეთს პირველ სეზონის პირველ ნახევარში იყო აუტსაიდერი ცალსახად, 15 კაცი წავიდა, ახალი 15 მოვიდა. ანუ როგორც მინიმუმ ხო სჭირდება გუნდს, რა ვიცი, 3 თვე მაინც რომ შეთამაშდნენ. სახელები მაინც რომ დაიმახსოვრონ რა. 15 კაცის სახელს არის, სამთვეში მოჭრა იმას, მაგრამ 3 კვირა შეიძლება არ მოხდეს. კი ბატონო. აცხოვრა. თან მეორე მომენტია რა, ეხლა მოთამაშე იმაზე რომ ფიქრობს, რომ ხვალე რაღაცა სხვაზე უნდა ვიმუშაო, იმიტომ რომ ელემენტარული გაზი არ ჩამიჭრან და ასე შემდეგ, ეგეთ მოთამაშეს ვერ მოთხოვრო ეს როგორ რეჟიმი დაიცავი და შაურმა არ ჭამო ღამე. ხო. მეც შაურმა მაინც უნდა მოთხოვო, მაგრამ ეხა აი ვერ თხოვ. ეგ არა, მესმის ასე და უმეტე, ანუ ჩვენ გამოვყოთ ეხლა სად ვაპარაკობთ. ელიგაში ცოტა სხვა სიტუაცია, ელიგა 2-ში და ქვევით კი ბატონო. არსებობს გუნდები სხვადასხვა ფორმატის, მაგალითად ამ სეზონის ტორპედო, წინა სეზონის ტორპედო, რამდენიმე წლის წინანდელი ტორპედო, სადაც ხელფასები და მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. დინამო გავიხსენოთ, რომან ფიფიას ერთ-ერთი პირველი მონაკვეთის ხო 2011-ში იყო ინვესტიცია რო ჩადო და ჩისკო, კოტო, იაგუერო იყვნენ გარსიასთან ერთად, ხო? ალვარო. ანუ საკმაოდ სოლიდურ ხელფასებზე იყო მაშინ საუბარი, ოღონდ რასთან შედარებით, არა სხვა საფეხბურთო ქვეყნის საშუალო მედიანურ და საშუალო ხელფასზე შედარებით. კაი, შეიძლება არ არის ფეხბურთელის შედარება სწორი ხელფასის ნაწილში, მაგრამ მაინც საკმაოდ ნორმალური იყო, რა ვიცი, პიუნიკის, ბანანცის და რეგიონალური ზონა წახვიდე, ნევჩის ხელფასებზე სადღაც რაღაც მომენტში შეიძლება და უკეთესი ქონოდა. მან არის ერთი ხუმრობა, არ ვიტყვი რომელი გუნდისგან და ქალაქისგან, ფული რო ქონდა მენეჯმენტი არ იყო, მე ვერ დავამთხვიეთ ასე, მენეჯმენტი და ფული არ ქონდა. ხო, ეგეც პრობლემურია, მაგრამ რეალურად თლად არც ისი არ არის, ავერსის მაგალითი არ იყო სწორი, მაგრამ რაღაც მომენტში როცა ფული არის, ხან უიღბლობა, ხო მართლა, ხან უიღბლობა, ხან ის არის. სუდი რა არის, ანუ ყველა უარესი, იმიტომ რომ ერთ სეზონში არ გაგიმართლებს, მეორე სეზონში სადღაც ხო შეიძლება გაგიმართლოს ეს სისტემა და სადღაც შევარდე, შეხვიდე ჯგუფში, კონფერენს ლიგაზე. ეგ ხო არის, რაც ტორპედოს გარშემო ხდება ეხა ირაკლი, აი ორშაბათობაში იყო ტორპედოს პრეზიდენტი და უსმინეს იმართლა გითხრა და კარგი რაც არის, ის არის რომ ტორპედოს ახლანდელ ხელმძღვანელობას გათვლა აქვს გრძელვადიან პერსპექტივაზე. ითქვა, პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ სიმართლე გითხრათო, სეზონის დასაწყისში ველოდიო, რომ მარტივად გავხდებოდით ჩემპიონებიო. რეალობა დადგა ის, რომ გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა, თუ კი არა და მე-3-ზე და ამის მიუხედავად ინვესტიცია არ იკლებს, ფული შედის კლუბში და სამომავლოდ სავარაუდოდ მიზანი ჩემპიონობა იქნება, მაგრამ ევროტურნირები იქნება ამოსავალი წერტილი და რა ჭორებიც ახლა დადის იმაში არაბიძეს იმატებს ტორპედო, ეს უცხოელებს არ ემშვიდოება ეს იონსენი, ვინც სხვა შორის ბომბარდირი გახდა ჩვენ ჩემპიონატის. აი გრძელვადიან პროექტს გაცილებით მეტი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ წარმატებას მიაღწიოს, ამიტომ ის ინვესტორები, ვინც კლუბში მოდიან, არა ეს არ უნდა იყოს რაღაცა მოდი ერთი წელი მე ვნახოთ პირველივე წელს რა შედეგი დადგება და თუ არ დადგა გავიქცევი. ეგრე ბიზნესი არ კეთდება და ფეხბურთის ხო ყველაზე დიდი ბიზნესია ლოგიკურად. გრძელვადიანი პერსპექტივა გააჩნია, ოღონდ რა კუთხით შევხედავთ, ხო? სხვა გუნდებთან და მოდელებთან შედარებით, კი ბატონო, მაგრამ მანდარი მეორე ამბავი, რაც პირდაპირ ხელის გულზე ჩანს. თუ გრძელვადიან პროექტს აკეთებ, კი, გასაგებია შეცდომას ჩვეულებრივ სამუშაო პროცესის ნაწილია, მაგრამ შოტლანდიელი მწვრთნელის მოკინის მოყვანილ ფეხბურთელებზე გერმანულ სპეციალისტს აქვს ნათქვამი, რომ ფეხბურთელების უმეტესობა მის ხედვაში არ ხდება. ანუ ჩვენ და რა სიტუაციას ვიღებთ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ტორპედო, რომელიც დიდი ალბათობით გათესილი იქნება ამჯერად კონფერენს ლიგაზე და გაივლის რამდენიმე ეტაპს მაინც და ყველაზე მეტად ერთ-ერთი თუ ამ 4-დან
მის შეიძლება გეიმედებოდეს ფინანსებიდან გამომდინარე, მარტო ამ ჭრილს შეხედავენ ტორპედო, მაგრამ რეალურად გამოდის, რომ ისევ საძიებელია ფეხბურთელები, რომელიც კონკრეტულად ამ ცვლილის ფილოსოფიაში შეერდება და კიდე შეხედე მთლიან სურათში, რომლის გაშვებასაც სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში ფანები ითხოვდნენ. აი ამ მხრივ ეს რამდენად შეიძლება იყოს ხანგრძლივადი ამ პერსპექტივაზე განვითარება და აღებულ გეზად. ცოტა მიჩერს. მან დრო იყოს რომ თქვა აკადემიაში ის რაც თქვა დინამომ გააკეთა, ამას კი არ ვაქებ იმის საპირწონედ ეგრე არ მინდა რომ გამოჩნდეს. უბრალოდ დინამოს მოდელში უფრო მეტად გამოდიოდა მან ხანგრძლივადი ამ პერსპექტივაზე მუშაობა, იმიტომ რომ ჩაიდო აკადემიაში. ის გადაობა რაც არის რა რომ ბავშვთა ფეხბურთში ბავშვთა რობოკოპებში უნდა ჩაიდოს ფული ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩაიდოს ფული და რამდენი იყო ხო ევროპაში ყველაზე დიდი წილი ნაკრებებში გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის აი 3 წლის წინ ანუ 2 წლის წინ მქონდა სტატისტიკა 10-დან 6-ზე თითქმის 60% ფეხბურთელებისა გამოვლილი იყო დინამოს აკადემიაში და იქ აკმაყოფილებდა კრიტერიუმს 3 და მეტი წელი უნდა ყოფილიყო აკადემიაში თუ არ მეშლება მე იყო შახტარი უფრო ძირითადად ესეთ ქვეყნებზე იყო სადაც კონკურენცია კლუბებს შორის ნაკლებია ხო ხდებით მაგრამ და ერთი კარგი აკადემია და ხო აი და დაახლოებით ფუნქციური ხო თორე იქ დინამო კიევის კარგია და აქაც საბურთალოს და იბერიას რამდენი ფეხბურთელი ყავს და არა მარტო მაგრამ მაშინ აი ტორპედოს მხარეს გამოჩნდებოდა ეგ რომ ფინანსების რაღაც ნაწილი რომ თქვათ აკადემიაზეც მიდიოდეს კიდე სხვა თემაა კიდე გადაღებული თემა ინფრასტრუქტურის ნაწილი რაც ისევ და ისევ პრობლემურია მაგრამ აი ეს პრობლემები ერთად რომ დავახვაოთ ყველაფერს რაღაც მომენტში იღლები ამ პროცესში უცხო ადამიანს ვინც ჩაუხედავია ამ სფეროში უხსნი რომ აი აქ ეს პრობლემა ამ кейს ამ შემთხვევას ეს პრობლემა აქვს აქ ეს მიზეზია და არის რაღაცა ერთი დამახასიათებელი საერთო პრობლემაც არის ხოლმე ერთ კონკრეტულზე არ ვიცი მაგრამ სიმპტომური არის რაღაცები მაგრამ რაღაცები არ განსხვავებული თავარი პრობლემა რა არის ის დიდი საფეხბურთო წარმატება რაც სანაკრებო დონეზე ჰქონდა რაში დავახურდავეთ გავედით და მორჩა ანუ ხო არის რომ ხელი შეუწყო რომ სტიმულაცია სახელმწიფოს მხრიდან თუ კერძო სექტორის მხრიდან ხო ამ ხელას სიხარული ნახეთ ამ ხელა ის იყო ანუ ერმა გავიხარეთ ის საუბრის სხვა თემა რა მოხდა 23 კვირაში და როგორ გაუფერულდა და გაუფერულეს მაგრამ რაში დახურდავდა რა ინიციატივაში რომ რაღაც აშენდება X სტადიონი X ტევადობის რაღაც ტევადობის რომლის ისიც გაჩერდა ხო მაგრამ ისევ სტადიონი მასე სამხრეთ აფრიკას აქვს თეთრი სპილოების სახელით ცნობილი სტადიონები იმიტომ რომ მუნდიალის მერე ის სტადიონები იყო ცარიელი ხო მუნდიალზე შეივსო მაგრამ იქ შიდა ჩემპიონატი რადგან არ იყო სათანადო დონეზე ხო და ისე ოლიმპიურ ქალაქებს რაც ემართებათ ხშირად ხო კატარს იგივე არ დაემართა კატარის სტადიონებიც კატარს დაშალეს ხო რაღაცები დაშალეს რაღაცები ხო აი მან კიდე ისე მივიდნენ და თან მან ფინანსები მაინც არის უკან კი სამხრეთ აფრიკაში ჩვენთან შედარებითაც ბევრად უკეთესი ფინანსები აქვს მაგრამ მათაც კი გაუჭირდა ამ სტადიონების შენახვა და რამდენი საშინაო თამაში უნდა იყოს თქვა ნაკრების იმ სტადიონზე ანუ რას გულისხმობ ხარჯით ალბათ უფრო დიდი ხარჯი იქნებოდა საკლუბო ფეხბურთის სტიმულირება რომ მოხდარიყო დამსხდარიყო X რაოდენობის ადამიანი მოიფიქრებინა მოდელი დაფინანსების და თქვა თუ მაინც და მაინც იცი რომ გაქვს ეჭვი რომ შეიძლება არა მიზნობრივად დაიხარჯოს რაღაც ნაწილი მაინც ჩამკეტი მექანიზმი მოუფიქრე ისე როგორც თქვა ფონდის დაფინანსების ნაწილებში არის ჩამკეტი მექანიზმები რომ ამაში ვერ დახარჯავ და ისე უტოვებ რომ აი ეს აქეთ უნდა ნაკადი ფინანსური უნდა წავიდეს აქ. უპრიანი იქნებოდა ეს ფინანსები წასულიყო აქ. გასაგებია უფრო რთული პროცესია, იმიტომ რომ უშუალო საკლუბო ფეხბურთს რომელიც სამწუხაროდ რეგრესირებს და ამის მარკერი არის ის რომ ვართ ბოლოდან მესამე ადგილზე UEFA-ში, UEFA-ს ქვეყნების კოეფიციენტების მიხედვით და უფრო მარტივი გზა არის და ხელშესახებია რომ მოდი რაღაცას ავაშენებ რაც ტევადობით ყველაზე მეტი იქნება. გასაგებია, ხო, მოკლევადიანში გინდა ასეთ შემთხვევაში ქულების დაწერა თუ არის რომ რეალურად გინდა ფეხბურთს დაეშველო და მიეხმარო, არის რომ აი ამაში გააკეთო სტიმულაცია. ეს რაღაც გრძელვადიანი პროექტებიც რა ავიღოთ, აი პოსტსაბჭოთა იმას რომ გადავხედოთ, ხო, სივრცეს მან ხო არის მე რაც წავკვირვებ არის ორი მთავარი გზა რომ ან ყავთ ფლაგმანი გუნდი
ხო თქვა ყარაბაღი როგორც არის, ასეც იხარჯება მთელი სახელმწიფო ფინანსები და მწვრთნელი დიდი ხნის განმავლობაში და ეს მწვრთნელი დადის თქვა ფლიკთან და გვარდიოლასთან ვიღაცებთან სტაჟირებაზე და რაღაც რუსეთს ყავდა ზენიტი ეგეთი, სადაც გაზპრომი და მთელი ის და თავარი ამოცანა უნდა მათთვის იყო რომ ევროთასებზე რაღაცა ვქნათ. ნუ ზენიტს არაფერი არ გამოსდიოდა ამის მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდ ფულს ხარჯავდა. და იყო თქვა შახტარის მოდელი, რომელიც უფრო კერძო იმაზე იყო აწყობილი, მაგრამ მთლიანად აწყობილი იყო იმაზე, რომ მოდი ისეთი მწვრთნელები მოვიყვანოთ, ვინც ამ ფეხბურთელებს მე გაგვაყიდინებს. რომ დეძერბი, ფონსეკა რო რაღაც ინოვაციური თანამედროვე სტილის რო რაღაც შემტევ ფეხბურთს ათამაშებს, იმიტომ რომ შემტევი გაიყიდება. და ამაზე ჰქონდათ აგებული და ნუ პლუს მენეჯმენტიც ისე მუშაობდა, რომ კარგად ყიდა ამ ფეხბურთელებს. ჩვენ რაღაც მაშინ გამოდის ესე რომ თუ ინგზას ავირჩიოთ, მაშინ რომელიღაც გუნდი უნდა ავირჩიოთ და მაშინ სამართლობა გამოვა ხო ალბათ სხვა გუნდებთან. ერთი დიდი გუნდი უნდა გყავდეს, რომელიც იქნება რაღაც სახე ამ სახელმწიფოსგან ხარდაჭერილი, ხო, მთლიანად აი როგორც ყარაბაღს უდგას თქვა სახელმწიფო და ასე შემდეგ, ხო? ან უნდა იყოს და იმასაც ალბათ დასჭირდება რაღაცა წინ წამოსვლა, რომ მთელი ეს ქვეყანა არის რეალურად გამოაცხადებთ, რომ ეს ჩვენ ვართ ფეხბურთელების ბაზარი, რომ აქ არის რაღაც ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელიც უკვე თან ევროპაში უკვე გამოჩნდა, რომ აქ შეიძლება ვიღაც იპოვო, ამის შანსი არის. და მოდი ახლა მთელი აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ესენი კარგად, ვთქვათ, შევფუთოთ, კარგად ვიტრინაში გამოვდოთ, რომ დაინახონ და გაიყიდონ. როგორც აი შახტარი მუშაობს, ხო? თან დაინტერესება არის ძალიან დიდი, ან სადღაც ვიღაცამ მითხრა, ახლა თავს ვერ დავდებ ვინ და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონში იყო მეორე დივიზიონის თამაშზე იყო სკაუტი ჩამოსული. რომ აი ევროპის ჩემპიონატის მერე და ნუ ზუსტად რაც ვიცი და რაზეც თავს დავდებ და ვენებს გადავიჭრი, არის ის რომ მეც ვიყავი რეალ ბეტისის სპორტული დირექტორი იყო ჩამოსული, ხუანი და საქართველოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის თამაშზე ვიყავით წასულები ყველა ერთად რომ დაუკვირვებოდით ერთ-ერთ მოთამაშეს 0-0 მორჩა ეგ თამაში. და სასტარტოში არ იყო ის მოთამაშე, ვისაც ვაკვირდებოდით და იმასთან მივიდა, რა ქვია, სპორტ დინამოს აკადემიის შეფი ვინც არის. ვაიმე დედა. არა, ხო, ის ხუანი მივიდა დინამოს კარასკოსთან მივიდა, რომ გეღვეწები შემოუშვიდო. ანუ რაღაც ისე შახტარი მაინც უკრაინაა და დიდი ბაზარი, უკრაინა მაინც დიდი ის არის ბაზარი და ასე შემდეგ და რაღაც მთელი ის არის და მის მიმართ უფრო დიდი დაკვირვება იყო, იმიტომ რომ შახტარი მეტ ევროთასებზეც აღწევდა შედეგებს. მაგრამ აქაც ნუ ეს იქნება რაღაც მინი მოდელი, ხო, რომელიც ალბათ პირველ რიგში რაღაც ისეთ ლიგებში გაუშვებს ხალხს, რომელიც მე შეიძლება სხვაგან წავიდეს, იმიტომ რომ უკრაინული ფეხბურთის რაღაც წარმატებას, რასაც მიაღწია, ვთქვათ, შემდგომ პერიოდში დიდწილად ამ მოდელთან იყო დაკავშირებული, ნუ პლუს სხვა ფაქტორებთან, რომელიც საშინაო ფაქტორებთან, ხო, უმიდა რაღაც რაც მოხდა, რამაც ბევრი აიძულა რომ წასულიყვნენ და ბევრი უკრაინელი ჯერ კიდევ 2014 წლიდან როცა გრინეს კურსი დაეცა, ბევრი წავიდა მაშინ პორტუგალიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში და იქ თამაშობდნენ. ანუ ეგ სხვა ის იყო, მაგრამ ნუ პლუს ეს იყო, რომ ეს მოდელი ითვლებოდა რაღაც წარმატებულ მოდელად. მოყავდათ შახტარის მაგალითი, რომ ჩვენ ყიდით. ჩვენ გვაქვს ეგ თავარი ამოცანა, რომ გავზარდეთ, გავუშვით. შახტარის ბოდიში შახტარის მოდელი იყო 90-იანებიდან. ბრაზილიელებისზე არ ვამბობ, აი მუდრიკი, სუდაკოვი, ესეთი ფეხბურთელები, რომლებსაც უკვე ძალიან დიდ ფასადებდნენ უკვე. თვითონ მენეჯმენტიც ისე მუშაობდა, რომ აი ყარაბაღი. ხო, ოღონდ მან რა იყო, ხო, კერძოა. უბრალოდ, ხო, აქეთაც ყარაბაღთანაც მიმართებაში გასაგები აზერბაიჯანზე, რასაც გულისხმობ, რომ ხშირ შემთხვევაში პირველამდელი წარმომავლობა ფინანსებისა არის სახელმწიფო. მაგრამ იქაც არის რომ გაბალა იყო თუ ნეფჩი იყო თუ ხო, ნუ ყარაბაღი განცალკევებით პროექტია და თუ ვამბობთ რომ უსამართლობა იქნება ვიღაც ერთ კონკრეტულს დაუჭირო მხარი, გაგრა, სოხუმი, თუ ერთ-ერთში მოდელი რო გადმოიტანო, ასეთ შემთხვევაში უსამართლობა ხო აღარ იქნება. ხო, რაჭდელშიც ყარაბაღს დაუჭირა მხარი სახელმწიფო. თუ ეგრეა. იგივე სიტუაციაში ჩვენც ხო, არ არის აუცილებელი რომ მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირ სახელმწიფოს იმითი გაკეთდეს, ეს შეიძლება იყოს რეალურად სტიმულირებული, რადგან წეგამსაუბრობდით, ხო? ფინანსური ნაწილი თუნდაც. ფინანსური ერთი რაღაც დამოვიწყდა დღგ-ს გარდა რაცი და დამატებით ღირებულების გადასახადი პირდაპირ არ უწევს ფიზიკურ პირს, მაგრამ ამ სფეროში და ზოგადადაც შეიძლება ფიზიკური პირებიც გახდნენ
თანხის შემოტანი 19+1 20% არის სისტემა არსებობს ქვეყნებში, ზოგ შტატში 20% ხოიხი შემოსავლის 20%-დან 19 განკარგოს სახელმწიფომ რაც უნდა უქნას თუ უნდა fake ბონიები ჩამოიყვანოს ამეროს თუ უნდა რაც უნდა გააკეთოს როგორც გონია რომ სწორად აკეთებს დააფინანსოს x y რაღაცა და ის 1% მოდი მე განმაკარგინო და მე ეს 1% მინდა ფოთის კოლხეთში გავუშვა მინდა ან კოლხეთზე ან ზოგადად ლიგაზე გავუშვა მინდა რაღაცა კონფესია დავაფინანსო ამ ფულით ხო ანუ თანამონაწილეობა ასეთ შემთხვევაში მეტია და მან რაღაც თანხების აკუმულირება კიდევ უფრო მეტად შეიძლება მაგას ვიძახი თუ ეგ კიდე გლობალური რაღაცა ქვეყნის ეკონომიკურ იმას ცვლი მოდელს ხო და ხო მაგრამ ტენდენცია რაღაც ცოტა პირიქითაა ხო რაღაცა ის გადასახადი იზრდება რაღაცა იზრდება და ეხლა უცებროდ ციდან ჩამორდნილი არა ვარ რომ ხვალანზე ან თუნდაც ერთ წელიწადში ვიღაცამ ჩემი გადასახადის რაღაცა პროცენტული ის გამაკარგინოს კარგი, მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჩვენს მაყურებლებსაც ექნებათ კონკრეტული მოსაზრებები აი ამ თემებთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და პრინციპში ვცდილობთ რომ რაღაცა ჭკვიანური ვთქვათ. ბუნებრივია სპეციალისტობაზე და ექსპერტობაზე პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს, წავიკითხავთ, შეძლებს დაგვარად უპასუხებთ. გარდა ამისა, მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო. გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და დაგვეხმაროთ პრინციპში იმაში, რომ მოვიფიქროთ რაღაცა შესაბამისი ნაწილი ჩვენი გადაცემისა, რომელიც კონკრეტულად საქართველოს ჩემპიონატს დაეთმობა, თუნდაც ახალი სეზონიდან, თუნდაც იმ პერიოდში, როდესაც ახლა ნელ-ნელა ტრანსფერები წამოვა და გვინდა ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენი წილი ყურადღება მივაქციოთ, რაღაც დონეზე ბუნებრივია ვალდებულებასაც ვგრძნობთ. კარგი, საქართველოს ჩემპიონატზე თუ გსურს რაიმის დამატება თუ არა და ევროპულ ფეხბურთზე რამდენიმე შეკითხვა მინდა დავსვა, იმიტომ რომ შაბათს კვირას ვწერთ ამ გადაცემას, წუხელ თამაშები იყო. და ლივერპულზე მინდა რომ ვახსენო, იმიტომ რომ დიდი ამბებია ლივერპულის გარშემო. სალაჰის თემას გულისხმობ ბუნებრივია და ირაკლი როგორც პრემიერ ლიგის კომენტატორი ლივერპულამდე ალბათ გორის იბერია, გორის დილა, ქუთაისის დინამო თბილისი 4-ვე წარმატებები ვუსურვოთ და ვისურვოთ რომ ეს ბაზა რაც არის ახლა ფეხბურთელების შენარჩუნებული ყოფილიყოს რა მექანიზმებით არ ვიცი რთული სათქმელია ნუ პირველ რიგში ანუ ხარი ფინანსური გარანტიები რომ იცი რა ხდება იმ შემთხვევაში ერთ წელიწადში და პლუს ამას დამატებული ფეხბურთელები ზამთრის სატრანსფერო ბაზარზევე იმიტომ რომ ზაფხულამდე შეთამაშდნენ მაინც კი ბატონო ეთილი სურვილია სადღეგრძელოსავი ჟღერს მაგრამ სურვილი ეგაა რასაც პლუს ამას ამ სეზონის განმავლობაში გამოჩნდა რამდენიმე ისეთ ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში რომელსაც ყურადღება ექცევა იქ ამირან ზაგანიაზე იყო იბერიაში საუბარი ალეკო ვასილაძეზე იყო რომელიც ტორპედოშია ანუ ეგეთი კარგი ბიჭები ყავს დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი შეიძლება გამოჩნდეს იმიტომ რომ საქართველოში ფეხბურთის თამაში ძალიან ბევრ ადამიანს სურს და ვიღაცეებს გამოსდით კიდე შესაბამისად აი ეს ბიჭები ვისი გვარების ახლა ვახსენე არიან ისინი ვინც რეალურად საქართველოში აიდგეს ფეხი საბახარებაშვილი უნდა ვახსენოთ აუცილებლად ხო ამიტომ ხო შესაბამისად ეს ბიჭები ამ ბიჭებს უნდა შეუწყოთ ხელი მაქსიმალურად იმისთვის რომ გაიზარდონ და ხო ნუ ჩვენ ბუნებრივია სადღეგრძელოა თუ არა სადღეგრძელო წარმატებები რომ უნდა უსურვოთ და წინსვლა რომ უნდა უსურვოთ განსაკუთრებით ევროტურნირებზე ეგ მაინც რაღაცა ისეთ ოცნებად გვაქვს რომ იმას თუ მივახწევთ მერე თითქოს რაღაცა ჯოხი გადაწყდება და შეიძლება უფრო უკეთესობისკენ შეცვალოს მე ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში სანამ ეგ მოხდება მეც მაგის იმედი მაქვს ოღონდ ევროპის ჩემპიონატმა ევროპის ჩემპიონატი ხო იყო მე მივხვდი რასაც და მერე რა მოხდა ძალიან მოკლედ დავამატებ ვიღაცამ არ მინდა გაიგოს რომ სტადიონი და ინფრასტრუქტურა ცუდია პირიქით ძალიან კარგი უბრალოდ რა აჯობებდა ანუ იმ თანხის დახარჯვა სტადიონის აშენებლად რომლის მიახლოებული ტევადობა თითქმის გაქვს და დინამო არენას გულისხმობ რომელზეც სამწუხაროდ ყველა მატჩი არ ვითამაშეთ ბოლო პერიოდში რაც შეგვიძლია გვეთამაშა ბოლო წელიწადში თუ ჯობს რომ საკლუბო ფეხბურთს გავუკეთო რაღაც სტიმულაციის ბაზა სადაც უკვე უფრო დამატებითი შეუქმნა რაღაც დამატებითი მოდელი როგორც ეკოსისტემა გასაგებია შენ ახლა პროფლიგა რომ ამაზე პასუხისმგებელი იყო კი ბატონო მაგრამ თუ შენთვის ეს სასურველი სფეროა შენ თვლი რომ გჭირდება და ეს ჭირდება საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს როგორც ერთ სახელმწიფოს მაშინ ალბათ მის მაგივრად ეს აჯობება კი ბატონო ხო ეგ იმიტომ რეალურად რომ საკლუბო ფეხბურთი არის ძრავა რომელმაც უნდა ამოძრაოს საქართველოს ეროვნული ნაკრები შესაბამისად
ის რომ გულშემატკივრების 60% ამ ჩემპიონატს ეძახის სამოყვარულო ჩემპიონატს და იმის ღირსადაც კი ართვლის რომ ელემენტარულად შეხედოს ცხრილს ეგ სადღაც ესე იგი პრობლემაა ფედერაციის პრობლემაც არის სახელმწიფოს პრობლემაც არის ფეხბურთელების პრობლემაც არის და ჩვენნაირი ხალხის პრობლემაც არის ვინც საუბრობს ფეხბურთს რეზი ევროპულ ფეხბურთზე ლივერპულში ისეთი ამბებია თან ირაკლის გულში არა გოლს არ გულისხმობ აი სალაჰის წერილი თუ ნახეთ ხო სალაჰის წერილი ვნახე და ნუ რავი ლეთერ ეწერა რომანოს და წერილი ძალიან გავს ხო მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი კრისტიანო რონალდოს რომ ავედი ახლა მე და მე ხოდი დავიხურე და თქვენ რაც გინდათ ისქენით მეორე კრიზისული მონაკვეთია ხო ერთი იყო კონტრაქტის გახანგრძლივება თან ბოლომდე თავს იკავებდა ლივერპული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მაშინ სალაჰთან მიმართებაში ერთი იყო რომ აი პრემიერ ლიგაში ეხლა სანამ სკამზე დასვავდნენ და გაბენჩავდნენ სამი თამაშის წინ მანამდე პრემიერ ლიგის თადარიგში 2024 წლის თებერვალი მარტი ან აპრილი რაღაც ეგ პერიოდი იყო მაგის მერე არ ყოფილა და მაგდროს რა განცხადება იყო მაგ-მაჩის მე თუ ავლაპარაკდები ვიცი რომ პრობლემები მექნება ანუ ერთი კრიზისული მონაკვეთი ეგ იყო მე იყო ეს კონტრაქტი და ეხლა ეს სიტუაცია ნუ გზნობ რო კლუბს აღარ ვჭირდები აფრიკის ერთ თასზე წავ ნუ ბოლოს დახურდავდა ესე რომ ანსლოტი ან სალაჰი დაახლოებით ეგ სიტუაცია ხო ანუ მე არ მჯერა რომ ისეთ საუბარი შედგა რომელიც სალაჰმა დაწერა იმ წერილში რომ მე დამპირდნენ ადგილს ძირითადში და როგორ მიბედავენ ახლა სადაც კამზე გადამსვეს და რაღაც ეგეთი რაღაც იქ არ იქნებოდა დარწმუნებული იმიტომ რომ ნუ რაც არ უნდა ლეგენდა იყო ადგილი უნდა დაიმსახურო მაინც ალბათ გუნდში პლუს ახლა შარშან სალაჰს თვითონ აქვს თქო სეზონის ბოლოს რომ მე მქონდაო სლოთან ტაქტიკური გარიგება რომ შენ მე დამზოგე უბურთო თამაში და მე მოგიტან გოლებს შეტევაში მე ენერგიას დავზოგავ რომ უკან არ ვირბინო და სამაგერო წინ მექნება რაღაც ოპერაცია და იყო შარშან ხო გაკბო ჩამოდიოდა მეხუთე მსვლელად სალაჰი იყო სულ ზემოთ და ნუ ქონდა ეს სტატისტიკა და ამით ეს რო გამართლებული მაგრამ ახლა უკვე ეს რაღაც ტაქტიკური გარიგება ჩაიშალა იმიტომ რომ შენ არც უკან მოდიხარ და წინაც აღარ მოგაქვს უკვე შედეგი ანუ იმდენი გოლი და პასი არ გაქვს და აი ჩელსთან რო წააგეს 2-1 მაშინ კუკურეიან პირდაპირ თქვა რომ მარესკამ გითხრა რომ ის არ წამოვა უკან და ეს ზონა უნდა გავხსნათო და მე ბოლო გოლის დროს ენცომ იქ გამიკეთავა პასი იმიტომ რომ ვიცოდით რომ ის არ გამოიქცეოდაო არავითარ შემთხვევაში ხო ბოდიში როგორი პრობლემული ადგილი ხო ჯოგო მესი კონორ ბრედლი და დომინიკ სობოსლაი რომელიც ვინ არ დაიტესტა დებს ყველაფერს იმ ადგილზე მაგრამ გუშინაც გამოჩნდა რომ გირჩევნია წინ ბოდიში გადაწყვეტინე ხო ანუ საქმე იმაშია რომ ანუ რაღაც ისეთი იყო რომ აი ეს გარიგება რაც შარშან მუშაობდა წელს აღარ მუშაობს შენ შეტევაში ვერ მოგაქვს ნუ გასაგებია რომ ის მექანიზმი მოირღვა ახლა თქვა ტრენტი აღარ ყავს ვინც ასისტებს მიაწვიდა თქვა სობოსლაი სხვა პოზიციაზე თამაშობს ვინც მაშინ იქ მარჯვენა რვიანი იყო და თქვა სივრცეებს უხსნიდა და ამ შემდეგ და თვითონაც აღარ ახლა ისეთ ფორმაში მაგრამ ნუ ლოგიკური იყო მისი გადასმა სკამზე ისე ჩანდა და ეხა ის უკვე ისე გამოჩნდა ნუ სალაჰ სულ იყო რაღაც ეკოცენტრული მოთამაშე რომელსაც ბევრი უთვლის მას რაღაც კარგ თვისებად რომ ის მუდმივად მიდიოდა რაღაც რეკორდებზე უკეთეს სტატისტიკაზე და რაღაც და იყო პერიოდები როცა ეს იყო გამართლებული მის იმაში მაგრამ ახლა ამაზე საუბარი მე გამიჭირდება ახლა ლივერპულმა აირჩიოს აქ სალაჰი იმიტომ რომ მაშინ მიდიხარ რისკზე რომ სხვა დროსაც სხვა ფეხბურთელი იგივეს გააკეთებს ვიღაც სიტყვის რომ მაგრამ ნუ ისიც არის რომ აი რონალდოს სიტუაციას რო ვაბარებდი მაშინ ტენჰაგს უფრო მეტი კოზირი ჰქონდა ვიდრე ახლა სლოტს ლიგაზე დაბრუნდა იუნაიტედი და რაღაცას ახლა ძალიან ცუდი შედეგები აქვს ლივერპულს აი საშინელი შედეგები და სლოტი ცოტა ისე კიდია მაგრამ ნუ თან ისეთ გას რომ ახლა სალაჰი უნდა დადგეს ყველაფერზე მაღლა კლუბზეც მწვრთნელზეც მაგრამ თან და ბოდიში ირაკლი თან სალაჰმა ფაქტობრივად დაანონსა რომ ბრაიტონთან თამაში ჩემი ბოლო თამაში იქნება ენფილდზეო ოჯახი დაპატიჟა დედა მამა შვილები ცოლი ყველა დაპატიჟა მოკლედ ენფილდზე ნუ ეხლა ბრაიტონთან თამაშს ჩაატარებს მერე აფრიკის თასზე წავა და მე ვფიქრობ რომ ალბათ საუბარი წავა იქეთკენ რომ თან ეხა ახალი გახანგრძლივებულია კონტრაქტი ალბათ ზამთარში გაყიდვა იქნება ყველაზე უპრიანი უბრალოდ ამ 500 მილიონი დახარჯულ ლივერპულს კიდე სალაჰის შემცველი ხა სალას რაღაცა ასტრონომიულ თანხად ვერ გაყიდის არაბეთზე წავა ალბათ საუბარი საშველი არის არაბო საუბარი ალბათ 35-40 მილიონი მეტი მე არა არაბები ბევრს მე ვთვლი რომ სალაჰი უფრო დიდი მნიშვნელობის ფიგურაა საოცარებისთვის ვიდრე კრისტიანო რონალდოც არაბულინია რაღაც ესა და ეს 2018-ში გახსოვს რუსეთის მუნდიალზე ეგვიპტე სათამაშობდა კადიროვი და ანუ ბოლოს შევწუხდიო თვითონ თქვა ოღონდ თან ეუხერხულებოდა ანუ ძალიან სწორი რაღაცაა რომ სალაჰი აი რონალდოზე რამდენად დიდი უტრირებულად თუ ვიტყვით ხო ალბათ იმ სამყაროსთვის ძალიან დიდი მაგრამ
ბენზემას მაგალითი არის მან დრო ბენზემაც მაგ მოცემულობას აკმაყოფილებს და ბენზემა თუ რონალდუ კი გასაგებია რომ კარიმ მაგრამ ნუ ეს მაინც უფრო არაბული ქვეყნიდანაა თვითონ ეს მაინც ფრანგთან ეს არაბული ძალიან დიდი ფიგურაა გადადო სალაჰის საყვანო იყნებოდა სხვა ვინც წავიდა არაბეთში იმათ ყველას გადაწონს მიუხედავად იმისა რომ ბევრი მუსლიმია იქ წასული ეგეთ იმაზე რა ეს ფრანგები და ისინია ვინც არიან ყველა მუსლიმები არიან ფაქტობრივად კარგი ამბავი მაქვს საუდი პროლიგაში რომ აღმოჩნდება მოჰამედ სალაჰი ჩვენი თვალთახედვის არიდან არ გაქრება ეს უფასო რეკლამები გეგმავთ საუდის ლიგის ნახვა რო შეგიძლიათ ზედმეტ სპორტის პლატფორმაზე გავახსენებ მე მახსოვს დიდი მიგდებს ხოლმე მაგრამ არც ერთხელ არ ჩამიგდავს მე მახსოვს რაღაც გადაცემა იყო სეტანტას დავკათოთ თუ შეიძლება პირდაპირ კრუპნით რომ გადავიდეთ ეგრევე იქით მე განსაკუთრებულს არაფერს არ ვამბობ აი ეხლა მე განსაკუთრებულს არაფერს არ ვამბობ მე მახსოვს რომელიღაც გადაცემა იყო რონალდო ახალგადასული იყო არაბეთში და ჯუბამ თქვა აი როგორი breaking news-ი რომ აი საუდის არაბეთის ჩემპიონატს ვაშუქებთო და მართლა გამიხარდა რა იმიტომ რომ თითქოს რაღაცა საინტერესო იქ იხოდებოდა მაგრამ ეხლა უკვე აი რამდენად უყურებს ხალხი თქვენს საუდის არაბეთს ირაკლი არ ვიცი აი მე და გადავა ერთი როგორ იყო ის მოჭრიან დათოკი არა დამეგუგლეთ როგორ იყო აი რონალდუს მაკრატელა გასაგებია რომ ჰაილაითა ხო ეგ კი რომელ ლიგაში გავიდა სხვაგან პრიმერა ლიგაში გავიდა არის ანუ თავისი ყურებისთვის რა თქმა უნდა აქვს შენ თუ მანდ ახლა მოდელზეა ჩინეთსაც ბევრად უფრო დიდი ჰაიპი ჰქონდა როცა ხალხი გადავიდა მაგრამ ეს ჩინეთზე უფრო სტაბილური მოდელი გამოდის ჯერჯერობით რატო აქ ჩამკეტად აქ მუნდიალი რომლის სამასპინძლოდაც საუდიში მოემზადებიან ამიტომაც ამას ჭირდებათ რომ გააკაჩი გააწურინონ და გააკაჩი ხო ეგ იქნება ძალიან ლოგიკური არა ინზაგიც მე შემიძლია გითხრათ რომ ხალხი უყურებს არა მარტო რონალდუს გამო, მაგრამ რუცხადე რონალდუზე რონალდუს არაბეთის მოდელიც შეიძლება ქართული 4 გუნდი როყოთ. თავარი და PFS თავარი ფონდი რო აფინანსებს ამ მოდელს. საუდის ხო, განვითარების რონალდოს რო შესთავაზეს ალ-ნასრში თუ არ გინდა, შეწადიო რა პრობლემაა. ხო, ანუ ის 4 გუნდი ყავთ, როდესაც ვინც იღებს თავარი ფონდიდან დაფინანსებას რა და ის 4 მე ხო, მაგრამ მაგდენი ფული არ მაქვს. არ მაქვს ერთი მაგდენი ფული არ და სამაგეროდ გვაქვს დავალება შემდეგი გადაცემისთვის რეზი მოამზადებს საქართველოს ხო არის თანაინვესტირების ფონდი რა საფინანსებს თანაინვესტირების ფონდი ჩამორად დასტით მომზადეთ ისე სალაჰი სალაჰად და სლოტის წასulis დრო ხო არ დგება ერთი თუ ამას ვიზახით მაგრამ ის ერთი კვირა როდის გადიშა ხო ერთი კვირა რომ მისცე ხო რაღაცა სასტრაფო შეხედა რო ჩანიშნეს ეგ იყო როდის აი რაღაც რომელი თამაშის მასკის მე იყო რეზი ეგ მიდი იმ წინა რეპლიკასავით დავახაცინა არა მომიჭრის მე რო გავციშავთ მოუყოლეს ანუ ძალიან ბევრი ტრანსფერი გაკეთდა ლივერპულში ჩვენ ისე არ უყურებთ როგორც უიღებ FIFA-ში კარგი სკილები აქვს ყველას და ეხა ეს ზედმეტად ბევრი ტრანსფერი ყველას ჯერ დავიწყოთ იმით რომ ისაკი ჯერ ვერ გამოფხიზლდა იმ წინა სასეზონო ისო გამოტოვა ამთლიანად და აბაკუნა ფეხები და არივარჯიშა და არაფერი იმის შედეგებს იღებს ახლა ინტერვიუ ქონდა რომ ზართული იყო ჩემთვის გუნდო ფიზიკურად არ ვარო ფორმაში რა ეს თამაში ვიდეოც ქონდა რომ 71 წუთზე შემოვიდა და 71 წუთზე ვეღარ სულთავდა საჯარიმოში ეს იყო გადახრილი და ძალიან ხო მაგრამ 3 თვე გავიდა ხო მაგრამ ნუ სამ თვეში ბევრი წარწ თამაშია თავიდან არის ხა მაგრამ 3 თვე ხო არა სეზონში შეკრებას ძალიან დიდი სიგარეტის მოწევა ხო არ დაიწყო იმ ნერვიულობის პერიოდში ის დროს ლივერპულს რომ იყავდა ეგ ალპებში ავსტრიაში და რაღაცა მთელი ბაზა მან დგებოდა მთელი სეზონი როგორ უნდა ეთამაშათ მე მის გავლენით ვირბოდნენ კომენტარის მე ძალიან მიყვარს მაგრამ ნუ რაღაც ვერ გამოიძებნა ამ ადამიანს გაძულებს თავს ხო ასე გამოიძებნა ადგილი თითქოს ადგილი თუ როლი ხო ალბათ თავიდან თითქოს იყო ცნო რომ რაღაც მარცხენა რუიანი სადაც უყარს თამაში ბოლო თამაშებში მარცხენა ფლანგზე გამოდის საერთოდ ვინგერზე ნუ კერკეს ისე არ იყენებენ როგორც იყენებდნენ ახლა კერკესი არის გაიქცა ფლანგზე და ჩააწოდა საჯარიმოში ეს ხო რასაკეთებ და ბორმუთი კლასიკური ბორმუთია ეგ ხო ანუ სივრცეზე კარგი ფეხბურთელია მაგრამ როცა ფეხებში აძლევ ბურთს თან მესამე ცენტრალურ მცველად რჩება იქ ბევრს ვერაფერს იფიქრებს ფრინკონგს არ სხვა ფეხბურთელი ვიდრე ტრენდი იყო მაგალითად რაღაც ბევრის აირია მიუხედავად იმისა, რომ ფრინკონგ მე აბსოლუტურად მისწრ 35 მილიონად როცა გაქვს ფრინკონგის ყიდვის შანსი უნდა იყიდო. აუცილებლად. ყოველ შემთხვევაში ამაზე იაფად ვერ გაყიდი მაინც რა, ეს იდეაში მაინც წარმატებულ ტრანსფერად დაგიჯდება. მე რაღაც მგონია რომ ეს სატრანსფერო პოლიტიკა რა ლივერპულს ხო რაღაც ხონდა ყველაფერი მოდელებზე აგებული, ერთადერთი რომ ნუნიესი ამოვარდა ამ მოდელიდან, რომელიც იყო კლოპის პირდაპირი მოთხოვნა, რომ აი ნუნიესი მომიყვანეთ. ახლა არის რომ
ისე წავიდეს მთელი სატრანსფერო ბაზარი, რომ ვიღაცების შანსი გაუჩნდათ. აი ფრიმპონგი იაფად არის მოდი. ნუ იქ რობერტსონი დაბერდა, მოდი შევცვალოთ და აი კერკეზი გამოჩნდა. ეკიტიკე იყიდეს და მერე გაიყვარო, თორემ ისაკსაც უნდა და თან ლივერპულში უნდა და მოდი ისიც. ანუ ვირციდან ისე იყო, რომ აი ჩვენ თუ არა სიტი იყიდის მაშინ და მოდი ჩვენ დავასწრებთ. ანუ ვიღაცები გამოჩნდნენ, ვისაც ხელში ჩაგდება იმ ლეონიზე ზუსტად იგივე მოხდა. პარმადან რო წაიყვანეს მთელ იტალიას უნდოდა, გარკვეული იყო რომ ეგ ტიპი იყო პერსპექტიული მცველი და ახლა პერსპექტიული იტალიური მცველი სალმა თამაშობდეს თუ არა რომელიღაც იტალიურ გრანჩი და აი რა თქმა უნდა ლივერპულმა გადაიხადა რაღაცა 10-15-20 მილიონით მეტი და წავიდა. და ახლა ჯვარედინი გაიწვიდა. საერთოდ არ ჯდება მე თუ მკითხავ ორი იტალიელი ლივერპულში ახლა რა შუაშია, ხო? მით უმეტეს ეგეთი ბავშვი. ხარ მით უმეტეს ჩვენი თაობის ხალხი. ხო. ჰელინ ლაკრისგან ასაც ლივერპული მანამდე აკეთებდა, ისეც არ იყო ლივერპული ფულს არ ხარჯავდა არასდროს, მაგრამ როცა ჭირდებოდა ხარჯავდა ხალისონში ვანდაიკში და ასე შემდეგ, ბევრი აქვს გადახდები. ბოლო წლებში ახლა ტრანსფერები ისა გაკპო, ლუისი, მაკალისტერი, როგორ არის შობოშლა 70 მილიონამდე თუ რაღაც. კი ბატონო. ყველა ის, ანუ ფულს ხარჯავდა, მაგრამ ახლა იყო რომ აი გამოჩნდა და მოდი ჩქარა, თორე სხვა დაგვასწრებს. მამარდაზეც იგივე არ მოხდა? ოღონდ ეგ არის იცი როგორი მომენტი იყო, აი FIFA-ში კარიერა თუ გითამაშია, აი რაღაცა პონტი რო იჩნდება, აი დავაი ვიყიდო და ბოლოს უკვე სეზონი რო იწყება, აი გუნდიც რო არ მუშაობს, რაღაცა ვერ თამაშობ იქ, რაღაც ანიმაციები ირთვება, რომ მოთამაშე შემოდის, რომ გეჩხუბება მათამაშეო, ვეღარ წევ და ეგეთი გაწამაწია რო გაქვს და მე წინა დასეივებულ ფაილს რო ხსნი, აი ეგ ჭირდება. მაგაზე ოცნებობს ახლა გადაცვა შევსე ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ თელი წინა ხაზი გადააწყო ისე რომ ეს გუნდი ვინც არის ახლა ძირითადად არიან პერსონალური პრესინგის მოთამაშეები და ცენტრალური მცველები დაგჭო ვინც კლოპიდან მოყოლებული ზონურ პრესინგს იცნობენ და ვან დაიკ კონატე იქიდან მოდიან აი ძალიან მაგრამ ჩანს ეს არეულობა ესპანეთი ნიდერლანდები ინგლისი ნიდერლანდები რომ ნახევარფინალი სადაც იყო აი ორი ზონური დაცვის მოთამაშე მცველი ხაზში და ორი პერსონალური მოთამაშე და ვან დაიკ რო ხელს უქნებს რომ ამოდით და არ არის საჭირო ვოტკის რამდენჯერაც გაიქცევა იმეჯერ გაიკიდოს ყველა იმიტომ რომ თამაშგარის არსებობს ხაზი და ნუ ვანდები არ მახსოვს ვინმე დევრე იყო თორსა მაშინ ალბათ როგორ გაფსერ მოკლედ გაიკიდა ბოლომდე ვოტკის და იმან გაიტანა ის გოლი და მაშინ როცა თელი დაცვა ზემოთ არის ანუ ეს დისბალანსი არის რა ძალიან იგრძნობა როცა ერთი ნაწილი გუნდის მიჩვეულია სხვა პრესინგის სქემას და მეორე მოდიან ფეხბურთელები თან დიდი რაოდენობით რომლებიც სხვა პრესინგს თამაშობენ ისაკი ახლა იურასში პერსონალურად არბოდა და ისე არ გამოგვიდეს რომ ცუდი სატრანსფერო ფანჯარა ხო არისო ანუ ეგრე გამოვიდა არ უნდა იყიდათ მე მგონია რომ ერთ-ერთი გამორჩეული სატრანსფერო ფანჯარა იყო სატრანსფერო ფანჯრად მაგრამ უბრალოდ მარტივი და ტრივიალურია რომ დრო ჭირდებათ ოღონდ დრო ჭირდება რაოდენობრივი ცვლილებების გამო ხო ძალიან ბევრია და ეს კიდე არ გვითხოვს და არ შევხედოთ მამარდას პრიზმაში რამდენად რთულია და როგორ დაგვარტყა პირველ შეკრებაზე როცა ჩამოვიდა როცა უთამაშებელი იყო უბრალოდ პირველზე შედარებით ტონუსში იყო იმიტომ რომ პრესეზონი ალისონის მეუღლის პრობლემების გამო მამარდამ ითამაშა შუაში ოქტომბერში და მე ბოლოზე დაეთყვა თავიდან მეკარეს პრაქტიკობა დიდად შეეთყობა არ შეეთყობა კითხვის ნიშანი მქონდა და მე ჩემი თავის შემცხვა რომ როგორ მქონდა ეგ ილუზია რომ არ შეეთყობა და იყო შოტას ტრაგედიასაც ვან დაიკ მახსენა ერთ-ერთი პირველი წაგების შემდეგ და ეგრევე წავიდა რომ აი რო წაგეთ მაშინ გაგახსენდათ და თავიდან ყოველ თამაში მოიგო ლივერპულმა შვიდი მოგება ჰქონდა თუ რაღაც მაშინ არ გახსოვდათ და მე წავიდა რომ ჩვენ აღნიშნებს და იმას დააკვირდით რეალურად ეგ არის ძალიან რთულად გადასახარში მოვლენა რომელსაც თან ტრიბუნა გახსენებს ყველა საშინაო თამაში ბოლოს მე-20 წუთზე უკრავენ ტაშს და ნუ შენ თავიდან გახსენდება ყველაფერი რა მიაგებენ და შენ ხო ეგ არის ძალიან რთული ისა ფსიქოლოგიურად რთულია რა ფაქტორი ხო რომელსაც ალბათ თან ახლა ლივერპულში ქალაქში ალბათ ბევრი რაღაც იქნება მემორიალური ობიექტი და რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გახსენებს ამ ამბავს ყოველთვის და პლუს თან ხო ნუ სოციმედია ემატება ამ ყველაფერს ტრიბუნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სოციალური ქსელები ხო ძალიან დიდი იმას ახდენს ახლა გავლენას რომ ყველაფრის კიდევ უფრო საშინლად წარმოჩენა ხდება კადემის კატასტროფული შედეგების და შემდეგ ეს იყო 2000-იანი წლები ეს მარტივად შედარებით უფრო დილად ჩაივლინა ვიდრე გაზეთში დაიბეჭდა აბარადებს არ გახდა ჩაივლის ხო როცა ყველაფერი კონატეს თითოეული შეცდომა რომ მემი
ხდება ხოლმე. ძალიან უცნაური აქცენტით მოლაპარაკე მერსესაიდელი ვიღაცა დაждდებოდა დილით ყავასთან გალანძღავდა ლივერპულს და ეხა უკვე TikTok-ზე ჩასრულობდა ნუ ეს ლივერპულის ფანების კრიტიკა ხან სალას აკრიტიკებენ ხან სლოტს აკრიტიკებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ლივერპულზე მე მინდა ესეთი ამბავი დავამატო წინა გადაცემებშიც თქვი რომ ბებია ჩემი არის ლივერპულის ფანი. ნუ გუშინ საღამოს თამაშის მერე რო ველაპარაკე ძალიან გაბრაზებულია სლოტზე. იმიტომ რომ სალაჰი ძალიან უყვარს რა. ხო და აი დღეს დილას ჯერ არ დამირეკია და აი მთელი დღე ვემზადები რომ როგორ უნდა უთხრა ბებია 99 წლის ქალს როგორ უნდა უთხრა რომ სალაჰი დიდი ალბათობით წავა და სლოტს უი ამ ამბის ეს ამბავი არ იცი ჯერ არ იცი თუ რომ მოკითხვა და პატევის თემა გულითადი მარტო უნდა უთხრა ეს ამბავი ის ჩემგან უნდა გაიგოს და სხვათა შორის ერთი ანუ ბევრი საინტერესო რაღაც დაჭერა აქვს რა ეხლა 70 წელი და 80 წელი ფეხბურთს უყურებ იაზნია რომ გეკნება კლუბთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა სალაჰს იმიტომ რომ ანუ სად დააფიქსირა ეგ ბებია ჩემა რომ ანუ თამაშის მერეო აი მანესთან ვარდაიქთან ყველასთან მიდისო ეხუტებაო რაღაც ძალიან ისეო და სალაჰსო რაღაც ისე ჩაულისო ხელს ჩამოართმევს და ეგ ამბავი ესე პრესაში არ იყო ხო გამსკდარი არ იყო და ბიჭო ფაქტია ანუ მე ვფიქრობდი რომ რადგან ნუ ეს მუსულმანია მაგიტო ხო არა რომ ეხლა მუსულმანები მანეც ის არის ხო და მანეც მუსულმანია იმას ეხუტებოდა მუსლიმი პერი ხო და რაღაცა მე მგონი სალაჰშია ხო პრობლემა ხო არა მან რელიგიური ისა არა მაგაზე არ დავფიქრებულ ვარ არა გავიგე რომ უბრალოდ პოტენციური მე ვფიქრობდი მაგრამ ეგეთი რაღაც არ შემხვედრია და არც დავკვირვები ვარ და მადლობა ბებოს ამ მიგნებისთვის შეგიძლია ეთერში გამოიყო ვარსკვლავი ალბათ რაღაცა მაინც უფრო რთული ფიგურაა ყველა გუნდში ყველა თავარ ვარსკვლავინცა რაღაც გარკვეულ სპეციფიურ მიდგომას და უფრო დელიკატურ მიდგომას საჭიროებს შეიძლება ისიც არ იყოს რომ ესე გადასვეს ცერემონიო სკამზე და ან მე არ ვიცი ხა კარებს მიღმა რა საუბარი შედგა მათ შორის რომ რატო ჯდები დღეს სკამზე და რატო არ თამაშობ მაგრამ რაც გარეთ გამოვიდა ძალიან სულად ჩანს იმ კუთხით რომ სალაჰმა თითქოს ისარგებლა იმ მომენტით რომ აი დაარტყა მაშინ როცა კლუბი და მწვრთნელი ცუდ პოვარებაში აკაც სანდელენთან და ლისთან თამაში ბოდიში მაგაში ვერ დაგეთანხმები რატო ნახე სლოტს ვალდებულება ჰქონდა ეპასუხა და ეს ბოლო სამი თამაში რაც გაბენჩა სულ ეკითხებოდნენ და ამ სამიდან ორი წავუყანე და ზუსტად ანუ ნანახი მაქვს სიტყვა სიტყვით რას პასუხობდა მატჩამდე სკაის ყოველ ჯერზე სხვა ფეხბურთელებიც ხედან ხოლმე სკამზე და მათზე არ მეკითხებით ხოლმეო ეს გუნდიაო პირველს ამით გაექცა მეორეც რაღაც მსგავსი იყო და მესამე იყო რომ სალაჰი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გასაგებია ისეთ დელიკატურობით დავარცხნა მაგრამ გუნდს მე ვირჩევ მე ვარ პასუხისმგებელი და ესაა ჩემი გადაწყვეტილება და რა დაამატა ვინ ჩავთვალე რომ დღეს ყველაზე მეტად გუჭირდებოდა ისინი არიან მინდორზე ანუ საბოსლაი მარჯვენა ბორვიანზე ხო რა შემადგენლობითაც გუშინ კი შენ ბარსელონას უყურე და შეეთყო ეს შენს TikTok გვერდს მაგრამ ველოდები კაი თამაში იყო ლივერპული მართლა უნდა ნახო ხო და რა გამოდით რომ სალაჰია პრობლემა ამ სალაჰზია ეს პრობლემები ლივერპულს აქვს პრობლემა და სალაჰის სკამზე გადავსვათ და მოდი მოგვარდება აი ამ თვითონ ეგვიპტელის პრიზმიდან შეიძლება ეგრეთ ჩანდეს გამოვიდა და ნუ სლოტის 3-4 ამ კომენტარს თვითონ ეს დაუპირისპირა. ოღონდ, ნუ გასაგებია ყოველთვის ასე დროს ჯობს შიდა სამზარეულოში მოიხარშოს, მაგრამ თუ რადგან ვერ მოგვარდა ხო, მაგრამ მოვიდა ეს შედეგი რა ბოლოს ლოგიკურად. ახლა ისეთი სიტუაცია, არ ვიცი, შეიძლება ხვალ უცებ წავიკითხოთ დილით, რომ ჩვენ დავილაპარაკეთ და ახლა ყველაფერი აგერ წავა სალაჰი წარმატებებს უსურვოთ იქ აფრიკის თასზე და დაგვიბრუნდება და ჩვენ ყველაფერს კარგად გავაგრძელებთ. შეიძლება ეგეც ვიხილოთ, მაგრამ რაღაცა ისე ჩანს, რომ უკვე რაღაც ეს ამტრის ტრანსფერთან არ ვიცი, მე გამიჭირდება წარმოვიდგინო რომ ლივერპული როგორ დაუჭერს აქ სალაჰს ხარს, იმიტომ რომ მაშინ რისკზე მიდიხარ ძალიან დიდზე, რომ შეიძლება კიდევ ვიღაცამ რაც აი ისაკს ნუ აქ პარსაგერამა მოხებები და ჯანყებები და გაფიცვები და სალაჰის დონის ფიგურა ხო არც ერთი არ არის რომ მან არის ალბათ ვანდაიკი ალისონი ეგეთი ფიგურა
ბრაზილიელია მხარეული რაღაცას შეიძლება სალახისგან ზარელოდებოდი, მაგრამ სალახის ამბავი ხო რეგრესისკენ მოდიოდა, კი ესენი სასაკში არიან, მაგრამ ვანდაიქს ეთყობა ხარისხი ისევ ადგილზეა, თუ კი სალახთან შემთხვევაში იყო კითხვის ნიშნები, რომ ხან გამოდიოდა, ხან არა. საიდან დაიწყო გამბობა აინტრახტთან როდასვლა სკამზე და 5-1 მორიგეს და აი ნელ-ნელა აი ფაზლივით აიკინძა, მაგრამ პასუხი ცალსახად ნახდად არ არის ეგრე, რომ ლივერპულის პრობლემების პასუხი დღეს არის არა ამას ხადია ხდება ყველა. არა. წავიდეთ ნელ-ნელა ბოლოსკენ. წავიდეს ლივერპულიდან. ძალიან მაგრად ეწყობა ლივერპულის 3-5-2-ზე. და აი როა იყო ფრიმპონგი, კერკესი და აი ფრიმპონგი საერთოდ აკვდება მაგ სქემას და მესამე ცენტრალურმცველი რო არ ყავთ? ხო, ეგ დამტრეული. ჯოგომეს, არა, გუშინ ითამაშა. ჯოგომეს დაბრუნდა. ერთი კვირის წინ დაბრუნდა და გუშინაც შემოვიდა რაღაცათან ახალსაც ითამაშა. კი, და წინაც ეს ეკიტიკეიშა. მოკლედ ცალ წავა, მე მგონი ეშველება ლივერპულს. მაგრამ 3-5-2 ხალი ვერკელი რაღაცა თქვი. ბარემ ანტონიო კონტე დანიშნონ და წავა ყველაფერი. ლიცი გადაეწყო ეგრე ზუსტად და 3 თამაში უშველა და მე გუშინ კიდე გადმოეწყო 4-ზე, მაგრამ ესე დიდ გუნდებში ეგ ცოტა ისეთი განცხადება, მაგრამ სადღაც როცა ესე გიჭირს შეიძლება რა. მით უმეტეს როცა ფრიმპონგის და კერკეშისნაირი ფლანგები ყავს. ეგ 3-5-2 ხო ფლანგებიდან მოდის რეალურად რა და ფრიმპონგისთვის 3-5-2 არის როგორც თევზი წყალში შესაბამისად. შეიძლება ვირთმაც ამოისუნთქოს. ალონსოს სქემა მივიდა ხო როლურად არის. ნუ არ გრაუნბერგის ობოსლაი მაკალისტერი ერთი აჰო მაშინ ჯოგომესის ასოთ ცენტრალურმცველად დააყენო ობოსლაი რა ყველგან და დაურაზბორეთ არნესლოტი თუ შემორჩება იქამდე არნესლოტი ეგ არის მელოტი ბიჭი თბილისიდან ურაზბორებს არნესლოტს ლივერპულის ფანები ჯერარდ სელიან ჩემი ზმაკაც ლივერპულის ფანია და ყოველდღე ამით იწყებს რომ ჯერარდი და დროებით უცდალი ჯერარდზე მიდის საუბარი ჯერარდი მე მგონი უფრო ასისტენტები იყო მის წარმატების რაღაც დიდი ნაწილი რეჟისორი რაც იყო მე ეგ ალბათ რაღაც დროებით ცნობა უფრო იქნება რა კარგი ლამპარდმა უფრო დაამტკიცა ახლა კოვენტრიში ხო თითქოს რომ რაღაც ეგრე ხო თორე ლამპარდსაც ხელი ხაზი გადასმული ქონდა ამ კოვენტრიმდე თან ისე საკმაოდ დიდი სხვები ხაზი აფშე მაგარი იქნება რუნი რო დანიშნო გარინევილი მოღბრუნ ჩემი აზრით გაგვექცა ეხლა გაგვექცა და ეს რაღაცას ჩაგვარტყამს ეხლა თავში მე მომხდე არ ზოგადად გაგვექცა პირველ რიგში მადლობა უთხრა ირაკლის ეგეთ რაღაცებს მე ის შეშევი მაგრამ არა ვქნებ ირაკლი მადლობა იმისთვის რომ იყავი ჩვენთან ერთად მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა რა სიტყვით კი ერთ კითხვასაც ერთს მაყურებლებს ვეთქვი და მესი და მარადონა ისე მესი თუ მარადონა მაიც დაუსვი რაი ეხულგე პროფესორო რა მე გუნდა კითხვა ალბათ არგენტინაში იძახიან რომ მარადონა თვითონ ოღონდ ჩემი თვითონ იქ იძახიან რომ მარადონა და მე ნანახი მყავს მარადონა უკვე რომ ემიდან გამოდიოდა კლინიკიდან გამოდიოდა მარტო საგიჟეთიდან არა რომ რაღაცები გადაყარა სუბსტანციები მე მარადონა ეგრე მყავს ნანახი და მესი მყავს ნანახი როგორც საუკეთესო იმდენად საუკეთესო რომ შენ საყვარელ გუნდსაც რაღაც საშინელებას რო უშვებოდა შენ ამით შეიძლება სიამოვნებას ვერ იღებდი მაგრამ აღიარებ ეგეთი იყო ალბათ რონალდინიო ეგ ბოლო ნაწილში და ამერიკის თასი ხომ მოიგო გუში კი 52 გადაცემა 52 მესის ტიტული პირველი ტიტული ინტერ მაიამის და ასე და საბიდან ხო არ უნდა ჩავწეროთ და ეგრე ხო არ დაგეწყოთ შესავალი რომ ფინალისტი და სოფლიოთი 50-ით დავხურა სოფლიოს აი ფეხბურთს დახურავთ არა თუ მესის ფეხბურთს დახურავთ მინდა რომ ეს სოფლიო ჩემპიონატი მოიგოს პორტუგალიამ კრისტიანოს გოლით ან არც კრისტიანოს ფანია რომ არც საერთოდ იტალიის ფანია აი მონასტრის არევას არა აი ტაფსონა რამდენი წლით წავა მონასტერში ეგ რომ მოხდეს აი რამდენი წელი დავკარგავთ ვიკაც რა სიტყვა არა მონასტერში არ წავა სადმე გადაი ტელეფონს გათიშავს რავი დაწერე კომენტარებში რანაირი ფინიში გვაქვს არ ვიცი ამასაც იგივე საინტერესო იქნებოდა ძალიან საინტერესო სიგიჟე იქნებოდა ეგ რეალურად იქნებოდა საინტერესო აი ამ ყველაფრის ფონზე რომ
ის ჯერ დილემა რო იყო რომ ეს მესი თუ რონალდო მე ეს დილემა რო ჩაიხურა იმით რომ მე ამაზე რომ ამან თქვა რომ 7-8 თამაში თუ მოიგე მე რაღაცა და თვითონვე რომ ამით მოიგოს და აი ძალიან მაგარი იქნება ხო და მაგას ვიძა ეკუთხი 7-8 თამაშიან ტურნირზე მაგას თქვენც იძახთით რომ მესიმს რომც არ მოეგო არაფერი ისე მსოფლიოს კენჭისხრა იყო და რომ უყურებდი და ცოტა დავამატოთ გადაცემა ანუ გაეროს წევრების სიას ვუყურებდი მეგონა იმდენი ქვეყანა იყო და ჰაიტი საქართველოს ვერ უნახე ანუ საქართველოს ვეძებდი საქართველოს არ დავხვდა მარტო ჩატში ხო ჩავაგდე ის ფოტო იმიტომ რომ ერთ ლიგაზე არ გაგვიმართლა ან პირველზე უნდა გავსულიყავით ან ბოლოზე და მოხვდებოდით 5 გუნდიან ჯგუფში და გვექნებოდა მეტი შანსი და მოხვდით ახლა სიკვდილის ჯგუფში და ესპანეთის თურქეთთან ჭიდაობა იკა რაღაცას კითხულობ და დავამთავროთ თორე რეპორტაჟი აქვს ირაკლის იმის გარეთ ვკითხავ რა ქვია კამერის გარეთ მაშინ მაყურებლებს ვთხოვ რომ დაალაიქონ ეს ვიდეო გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი ირაკლი იმედაძე იყო ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლის სასიამოვნო საუბრისთვის და ჩვენ შევხვდებით მალე ჩემპიონთა ლიგა გვაქვს მომავალ კვირაში და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დავბრუნდებით დროებით